მეგობრები გვერდებიან, დიდი მადლობა. ვაწესრიებ სარეზერვო კომპიუტერს, რომ დაზღვეული არაფრისგან ვართ და ამიტომ სულ ცოტა ხანი გჭირდება. დარწმუნებული ვარ თქვენ კარგად გესმით. აჩვენებს კიდევაც კარგად. ყველა ვინც მწერს რომ ვერ შემოდის, ვერ უყურებს, მე პასუხი ერთი მაქვს რომ ამ პრობლემას ჩვენ აქედან ვერ გადავწყვეტ, ამიტომ ხვალზე შეგიძლიათ ნახოთ. მე ამას ვხედავ კარგად რომ აქ ძალიან ბევრი რამ არამარტო პრობლემებია შექმნილი, არამედ ხელოვნურად შემცირებულია. ეგ არ არის ამ შემთხვევაში მთავარი არის რომ ჩვენ შევძლოთ კომუნიკაცია, იყოს ეს ვებგვერდზეც და შესაბამისად იყოს Facebook-ზე და რჩება რამდენიმე დღეს პარასკევია, შაბათ კვირას, ყველას ექნება საშუალება რომ ნახოს. ურჩიეთ მეგობრებს რომ ვინც ვერ შემოდის აი ამ პერიოდში და ამ თქვენს გწერენ, ურჩიეთ მათ რომ საშუალება იქნება თავისუფალი, როცა პირდაპირი გადაცემა არ იქნება, იმ შემთხვევაში უფრო თავისუფლად შემოვლენ გვერდზე და ექნება საშუალება რომ ნახონ ეს გადაცემა. ეხლა დავიწყოთ პირდაპირ და როგორც გვაქვს ხოლმე გამარჯვებით ვიყოთ. ასე ვიწყებთ ყველა გადაცემას, იმიტომ რომ დღეს გამარჯვებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მე უბრალოდ ძალიან წინა გადაცემის შემდგომ ჩვენ სადაც გამოკვეთილად ვთქვით რომ არავის იმედი აღარ გვაქვს გარდა საზოგადოების, არ გვაქვს არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის, არც ეგრეთ წოდებული მეგობრების იმედი, მდგომარეობა რაც უფრო ვინმეს იმედზე დავდეგით, მით უფრო რთულია. კრიტიკას ჩვენ ვიღებთ, იმიტომ რომ ხალხს გონია რომ რადგან ჩვენ საუბრობთ და ანალიზი გვაქვს, პროგრამები გვაქვს, ადამიანებს გონიათ რომ უნდა ვიმოქმედონ, ძალიან ცოტა ხედავს იმ პრობლემებს, რომელსაც გვიქმნიან, ეს ეხება ტელევიზიას, ეხება სხვა ტელევიზიებს ჩვენ გამოსვლებს, ეხება ეს ტელევიზია ქართულს. დღეს რამდენიმე საათი ეხლა ობიექტური, სუბიექტური მიზეზების გამო გამორთეს კიდევ ხელოვნურად ძალიან ბევრი პრობლემა იქნება. ისედაც ჩვენც გვაქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, ფინანსური რა, დიდ თანხა არ არის საჭირო, მაგრამ ისიც არ არის და ამის გამო ცხადია რომ სრულყოფილი არ არის ის, რაც და ვერ ვახერხებთ იმას, რომ ყველაფერი მოქმედებაში მოვიყვანოთ. ჩვენ ძალიან სერიოზული პროცესი დავიწყეთ წინა გადაცემა მოხდობაში, ორშაბათს
და ვთქვით, რომ მომდევნო კვირიდან უკვე ტელევიზია ქართულზე პირდაპირ გადაცემები მეცნიერთა კონგრესის დროში, ძირითადში ეს ალბათ იქნება სამშაბათიდან მთელი კვირის განმავლობაში იქნება დათმობილი ამ თემისთვის, რომ ჩვენ პრაქტიკულად საზოგადოების იმედი უფრო გვაქვს და ძალიან ცნობილი გამოთქმა, რომელიც სიღრმეებიდან მოდის ჩვენი ისტორიის და კაცობრიობის, რომ ყველა ქვეყნის ქვაკუთხედი და წარმატების ქვაკუთხედი არის ხალხის და ბრძენკაცთა ერთობა. ამ შემთხვევაში ხალხი გასაგებია საქართველოს მოსახლეობა, ბრძენკაცების როლი საქართველოში განოლებულია, საერთოდ უკვე სპობენ ამ ინსტიტუტს და ავტორიტეტები მოსპეს ქვეყანაში, ამიტომ მეცნიერება გვაქვს ჩვენ გამოკვეთილი და ვამბობთ იმას, რომ ამ შემთხვევაში რომ შევეხოთ იმ ისტორიულ ძალიან ძველ ჩვენ საუკუნეებამდე და მერე შემდგომში გამოთქმასაც, რომ ხალხის და ბრძენკაცთა ერთობა, ჩვენ ვთვლით, რომ ხალხის და მეცნიერების ერთობა. ამიტომ მეცნიერთა კონგრესის დროში, ეს რომელიც იცით, რომ ყოველ სამუშაო დღეს, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 4-დან 6 საათამდე მიდის, ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია, რომ მიიღოს მონაწილეობა, მოვიდეს შეკითხვადასხვას, მოკლე მოსაზრება გამოთქვას და შემდგომში თუ ეს ხალხის მოსაზრებაც იქნება და ესეც საინტერესო სიტყვით, დროც დაგეთმობათ, ეს ალბათ ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევაა, ასეთ საშუალებას არც ერთი ტელევიზია არ იძლევა და უფრო მეტიც აგერ 10-15 წელია დაწერილია სერიოზული პროგრამები, რომელთა განახლებას ყოველ წელს ვაკეთებთ და ვერაფრით ვერ შევძელით, რომ პარლამენტის კომიტეტამდე რომ მივიდეს კი არა, ტელევიზიაშიც კი ვერ შევძელით, რომ გამოიტანო. გასაგებია ახლა რა ომიც მიდის ქვეყანაში, ბრძოლაც, ამას ჩვენ ადრეც ვეხებოდით, დღესაც შევეხებით, რომ იგნორირება მიდის იმ ძალების, რომლის ეშინიათ. აქ არ არის ლაპარაკი ჩემზე, ერთ კაცზე და ორ კაცზე, აქ არის ლაპარაკი მეცნიერებაზე და მეცნიერება პრაქტიკულად დაბეჭდავებულია. ამ სიტუაციაში, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, ყველაზე ძლიერი სიტყვა სწორედ მეცნიერებიდან უნდა მოდიოდეს, მაგრამ ხედავთ იმას, რომ როცა დაილაპარაკები ადამიანებს, გეუბნებიან, რომ ჩვენ ფინანსებით იქიდან, რა ფინანსებზია, რა ფინანსებით, რა ეს ხალხის ფულია და ქვეყნის ფულია, რა ივანიშვილის ფული კი არ არის, ან ვინმე კონკრეტული ხელისუფალის და პრემიერ-მინისტრის და მინისტრის ფული ხო არ არის, ეგ ხალხის ფულია და გაცილებით მეტი თუ უნდა ფინანსებოდეს. სამარცხვინოა, რომ საქართველოს მეცნიერება უფრო მძიმედ ფინანსდება, ვიდრე სომხეთში და აზერბაიჯანშია. ჩვენ ყოველთვის წინ ვიყავით. და მე მინდა აი ამ ვიდრე მთავარ საკითხებს შევეხებოდე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვლევაზე ვისაუბრო და მინდა გითხრათ, რომ ვიდრე მთავარ თემებზე გადავიდოდეთ, როგორც იტყვიან, ეგ არის ჩემთვის ყველაზე დამთრუგონელი აღმოჩნდა ამ ბოლო პერიოდში, სწორედ ის, რაც გამოქვეყნდა და რასაც ქვია, რომელ ქვეყნებს ხავს ყველაზე განათლებული მოსახლეობა. და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ საქართველო მოდის ცივილიზაციის სათავეებიდან, იდგა ცივილიზაციის სათავეებიდან და ყოველთვის იყო გამორჩეული განათლებით და ყოველთვის იყო აი სიბრძნით სავსე და სულიერი მისიაც ამაზე არაერთი და ორი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მეცნიერი და დასაბუთებულად საუბრობს იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყანას აქვს ყველაზე დიდი ინტელექტუალური პოტენციალი და ეს არის არა მარტო ჩვენი გენეტიკური კოდი, აქ ამ შემთხვევაში არის საუბარი იმაზე, რომ მიწა-წყალი, ჰაერი, სითბო იმდენად უნიკალურია, რომ ჩვენ რომ ამ ტერიტორიაზე და აქ ამ ქვეყანაში და სასუქების გარეშე მოწეულ პროდუქტებს ვიღებდეთ, ჩვენთან ჯანმრთელობის დონე და ხანგრძლივობა სიცოცხლის იქნება განსაკუთრებული და რაც მთავარია, ჩვენ რეალურად ძალიან დიდ გავლენას მოვახდენდით ესე იგი მსოფლიო პროცესებზე და ეს იქნებოდა სწორედ ინტელექტუალური, ანუ სულიერი მისია ჩვენი იქნებოდა ეს. ჩვენი ბრძოლა მეცნიერთა კონგრესის აქეთ არის. რა თქმა უნდა, ადამიანებს უჭირს ახლა ამისი არა მარტო დაჯერება, არამედ იმდენად გაჭორებულია და ვამბობთ იმას, რომ შეერ და დაუზლურებელ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტადაა შეგრული, ერთ პოლიტიკურ მუშტადაა შეგრული და კუჭია გამარჯვებული ამ ქვეყანაში. ნუ რეალურად იმ ქვეყანაში, სადაც კუჭია გამარჯვებული, სადაც ბრძოლა არსებობისათვის ძალიან რეალური, მაღალი მატერიებით საუბარი უფრო ანერვიულებს ადამიანებს, მაგრამ ჩვენ პოზიციას არ ვიცვლით და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ არავითარი ამ ქვეყანაში არასდროს არაფერი არ შეიცვლება, თუ ეს ქვეყანა ორიენტირებული არ იქნება მეცნიერებაზე და ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება,
თუ განათლება არ იქნება ნომერი პირველი პრიორიტეტი და ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება, თუ მართვის სისტემა არ შეიცვლება. მართვის სისტემის გაუბედურებული მართვის სისტემის ბრალია ყველაფერი. მე გითხარით თქვენ რომ ამ ჩვენს ხელისუფლებას უყვარს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგების მოტანა და ამბობენ იმას, რაც საეჭვოა და ჩვენთან ლაპარაკობენ ზოგჯერ ის, რაც თქვათ მიაჩნიათ თელ რიგ ქვეყნებში რომ უარყოფითია, თქვათ აი საქართველოში ამას ჩვენ წინა რიგებში რო ვართ, ლაპარაკობენ რომ ლამის ევროპაზე, ამერიკაზე და ყველაზე წინ ვართ. საქართველო იყო ყოველთვის განათლებით წინ. საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ პრაქტიკულად პირველები ვიყავით. აი თუ პოლიტოლთან, ამ შემთხვევაში უკრაინასთან, მხოლოდ უკრაინასთან. დანარჩენი ეს ახლა იცის, არავის არაფერ ახალს არ ვამბობ და ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველას ამას დაგიდასტურებთ და ამას ისტორია ადასტურებს ჩვენი და აქ ახლა დღეს აღმოჩნდა რომ ჩვენ ვართ ასე იგი აი ამ განათლების იმის მიხედვით 45 ქვეყანაში ჩვენ არ ვართ. ეს არის კატასტროფა. ვისაც გაქვთ საშუალება და საერთოდ ეს ტელევიზიები სახელმწიფოებრივი თუ ოპოზიციური სხვადასხვა რეიტინგები რომ მოყავთ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეიტინგური კვლევა საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების რატომ დარჩა ყოველგვარი ყურადღების გარეშე. ყველაზე დიდი დარტყმა საქართველოზე სწორედ არის ეს. საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით ეს Forbes-ი აკეთებს ამას, ეს იცით როგორი ავტორიტეტული ორგანიზაციაა, განათლების მაღალი დონე, ხშირად ესე იგი ეკონომიკურ ზრდასთან და ბევრ სხვა რამესთან არის დაკავშირებული და ჩვენ ვიძახით რომ ესე ეკონომიკაში რაღაც წინ გავარდით, წინ წავედით, რაღაც როგორც კი აი ამას შევეხე, თქვათ რა იმის ისა განახევდა ჩვენთან აი ამის მაყურებელთა რაოდენობა. პრობლემებს უქმნიან. გასაგებია ახლა 100-ჯერ მეტია ვიდრე აქ აჩვენებენ, მაგრამ ესეც კი ნახევდება. ეს არ არის პრობლემა. ერთი კაცი იქნება, ის ერთი კაცი ხვალ 1000, 1500 და 2000 ნახავს ამას და ურჩიოთ ერთმანეთს, ვინც დღეს ნახავს, ბევრს ურჩიეთ რომ ნახოს, ხვალზე ვინც ნახავს ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ერთი ვისიც ეშინიათ და ამავე დროს ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიციაა, ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და სხვა გზა იცით რა არის, რომ აი ყველა პარტია და გაერთიანება რომელიც იქნება ლაპარაკობს რომ ჩვენ შევცვლით ქვეყანას. ანუ ისინი, თქვა და ის პარტია, ის გაერთიანება, ისინი ჩვენ ვართ ყველაფერი. ეს მეცნიერთა კონგრესი ასეთი რამ არასდროს აზრად არ მოსვლია. ისინი ლაპარაკობენ, აი ვიმეორებ, აი ჩემთვის მოვინიშნე კიდევაც რომ სხვა კი არა ჩვენ. არავით არის სხვებთან ერთად, ჩვენ, მხოლოდ ჩვენ. მე ვისმენდი დღეს ერთ-ერთ პიროვნებას, რომელსაც კარგად ვიცნობ და უბრალოდ მივხვდი რომ უკვე ავადაა ეს პიროვნება. არა და მაყურებელი ბევრი ყავს, არ ვაკონკრეტებ ამას, ავადაა, იმიტომ რომ ისეთ ტონით ლაპარაკობს, იგინება, ილანძღება პროფესორი, დოქტორი კაცი და ისეთ ტონით ლაპარაკობს, რომ მე გაგვირებული ვარ, მე მას დიდი ხანია ვიცნობ და არაერთ გზის მქონია საუბარი ამ ამაზე, მაგრამ უკვე გააბოროტა იმან რომ აი უნდა რომ ესე იგი წარმოაჩინოს რომ მას ესმის ყველაფერი, ის არის მხოლოდ ერთადერთი რომ მასთან და მის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული. ეს ისეთი აბსურდულია რომ ასეთი რამ არ მოსვლი არც მოკავშირს, არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ოცნებას. ისინი ცოტა შერბილებულად ლაპარაკობენ ამაზე. ამიტომ ხალხში რომ დაიკარგა საერთოდ პოზიცია და ჩვენ გვჭირდება განმარტებები იმისა, რომ რით გვანსხვავდებით ჩვენ ხელისუფლებისგან, ოპოზიციისგან, სხვა ორგანიზაციებისგან, გაერთიანებებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ყველა ლაპარაკობს მხოლოდ ჩვენ. ასე, მხოლოდ ჩემი პარტია, მხოლოდ ჩვენი გაერთიანება შეცვლის ამ ქვეყანას. მეცნიერთა კონგრესი ამბობს, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია. და მეცნიერთა კონგრესი ამბობს, აგერ არის მეცნიერული პროგრამები. არ მოგწონთ, შეცვალეთ, მოდით ვიკამათოთ, წაიღეთ, გამოიყენეთ. ეს სხვა რამეა და არა ის რომ თქვათ, ჩვენ რომ მოუწოდებთ ჩვენ მოდით მეცნიერთა კონგრესში და ჩვენ შევცვლით იმის. არა ბატონებო, ჩვენ მივმართეთ ხალხს და უთხარით რომ აბა გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგდგენიათ საქართველოს ხელისუფლება. აი უამრავმა ადამიანმა თავის კანდიდატურები წარმოადგინა. ანუ ეს არის ჩვენი დიალოგი ხალხთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის საშუალებები ფინანსური, ორგანიზაციული, ტექნიკური ძალიან ცოტა გვაქვს, მიუხედავად ამისა და ჩვენ არავის არაფერს არ ვეხვეწებით და არ მოუწოდებთ ვინმეს კიდე რომ აი მოგვეხმარეთ ფულით. ვისაც უნდა რომ შეიცვალოს ქვეყანა, ის უნდა მიეხმაროს მეცნიერებას. ვისაც უნდა რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს, ბიზნესმენს და სხვა მეწარმოს, ის უნდა დაუდგეს გვერდში მეცნიერებას.
პარტიას კი არ უნდა დაუდგნენ გვერდით და იმ გაერთიანებებს, რომლებიც ლაპარაკობენ ჩვენ და მეტი არავინ. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ერთობა. ერთობის გარეშე ეს ქვეყანა წინ ვერ წავა. ეროვნული თანხმობის პარლამენტი, ბატონებო, არის ამის კონკრეტული მაგალითი. ეროვნული თანხმობის პარლამენტში არც მე ვიქნები და არც სხვა, ნახავთ თქვენ ამ სიას, პოლიტიკოსები საერთოდ არ უნდა იყვნენ. რატო არ აწყობთ ეს? არ აწყობთ იმიტომ, რომ როგორ მე თუ არ ვიქნები, ვინაა სხვა? აი ასე რომ დგას საკითხი ამ ქვეყანაში და ისევ საკუთარ თავში რომ ბელადს ხედავს ყველა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ვინმე შეუძლია შესრულება ბელადის ერთ-ერთი მე შემიძლია ლაპარაკიც კარგად ვიცი და გამოცდილება მაქვს ისეთი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად პოლიტიკაში დღეს არავის არ აქვს. და ენერგიაც მაქვს და უცხოეთში და მაგრამ მე ვამბობ იმას, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში როგორც ქუჩის პოლიტიკა, ისევე ქუჩის პოლიტიკოსები, ისე უნდა დამთავრდეს ბელადუმანია და ისე უნდა დამთავრდეს ის, რომ ფული გადაგვარჩენს და მილიონერი და მილიარდერი. ქვეყანას გადაარჩენს განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება. განათლებული ადამიანი არასდროს არ იტყვის, რომ მე გადაგარჩენ. განათლებული ადამიანი მოდის პროგრამით. განათლებულ ადამიანს აქვს სისტემა. და აი ამ სისტემაზეა აქ ლაპარაკი. მე გაოცებული ვარ უბრალოდ, რომ აი არავინ ყველამ დატოვა ეს ყურადღების გარეშე, რაც საქართველოსთვის ყველაზე მწარია, აი როდესაც გეუბნებით აი ეგე რომ ესე იგი რას ეყნობა ეს, როდესაც 45 ქვეყანა შორის ჩვენ არ ვართ, ხომ? რა არის აქ? ესე იგი სკოლის ესე იგი აქ ყველაფერია გათვალისწინებული, დიდი და მრავალწლიანი კვლევის შედეგი ეს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კანადაა პირველ ადგილზე, ირლანდია ყველა, ვინც წავიდა ქვეყნები წინ, ისინი კანადა ნახეთ ამერიკას როგორ დაუდგა და აი რაღაცას თითქოს ყველაფერი რო არ კონდეს ეს დონე კანადას განათლებით და იმით და ემათ უთხრეს კიდევაც ამერიკელებს, ჩვენ სხვა დონე გვაქვსო და თქვენთან და ტრამპს ძალიან მწარედ უპასუხეს. ლაპარაკია კანადა, ირლანდია, სამხრეთ კორეა, ლუქსემბურგი, გაერთიანებული სამეფო, აი და აკვირდით როგორი ქვეყნები მოდის, ავსტრალია, შვედეთი, ამერიკა მერე მოდის, ისრაელი, ნორვეგია, ესე იგი ლიეტუვა, შვეიცარია, დანია, ნიდერლანდები, ბელგია, ისლანდია, ესე ყველა ის ქვეყნები, რომლებიც მართლაც საფრანგეთი, ფინეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ლატვია, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა ამ იმაში შესული, პოლონეთი, ავსტრია, საბერძნეთი, სლოვენია, გერმანია, ბულგარეთი, ჩილე, პორტუგალია, უნგრეთი, კოლუმბია, ხორვატია, სლოვაკეთი, კოსტა-რიკა, ჩეხეთი, თურქეთი, მოცემული ამაში, არგენტინა, იტალია, მექსიკა, ესე იგი ბრაზილია, რუმინეთი, ინდოეთი, ირლანდია, სამხრეთ აფრიკის, თავარი ქვეყანა რომელიც არის. თქვენ წარმოგიდგენიათ 45 ქვეყანა. და ამ 45 ქვეყანაში ჩვენ არ ვართ. საერთოდ არ ვართ. წავიკითხე მე ყველა, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინოთ, რომელ ქვეყნებში არ ვართ. აქ ლაპარაკი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან დიდი კვლევა, რომელი ქვეყნებს ყავს ყველაზე განათლებული მოსახლეობა. ამაზე შეურაც მყოფელი. აი რასაც ახლა მე გიკითხავ, თქვენ ქართველი კაცისთვის, ქართული ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის რა შეიძლება იყოს, რომ საქართველოს სოფლიოში ყოველთვის იყო განათლებასთან დაკავშირებული, ყოველთვის იყო ინტელექტთან დაკავშირებული. ამ დღეებში რუსებიც კი იძულებული გახდნენ, რომ მუსხელიშვილით მოყოლებული, ესე იგი, რამდენიმე მეცნიერი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს საბჭოთა მეცნიერებას და საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებზე, რომ არც ერთ ქვეყანას შემოაქვეყნებს იმდენი ისეთი დიდი ისინი არ ქონდა, როგორც საქართველოსთან არის დაკავშირებული. აი დღეს აი ეს ამ დიდი კვლევის მიხედვით საერთოდ არსად ჩვენ არ ვართ იმ 45 ქვეყანაში. ალბათ ასამდე რო აწიონ ეს არც ასში მოვხვდებით. იმიტომ რომ ვიცი ძალიან კარგად ვხედავთ რის და რის გამო ამას, რა გვინდა სხვისი კარნახი. მე ამ კვლევის გამო ძალიან შეწუხებული ვარ და ვამბობ იმას, რომ ეს არის კატასტროფა. აი სწორედ ამის შედეგია ის, რომ აი ადამიანები როდესაც გამოდიან ყველა აი გამოვა ვინმე პარტიის ლიდერია სულ ლანძღავს მეორეს, გამოვა გაერთიან ლანძღავს მეორეს, ლანძღავს სხვას. მეცნიერები ლაპარაკობენ იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანა და რა სისტემებია საჭირო. ყველაზე დიდი დასკვნა, რომელსაც აი გითხარით, რომ 93 წელში
როდესაც 97 წელს, როდესაც მე გამოდიოდი პარლამენტში და მეცნიერებთან დათათბირების შემდგომ ჩემი მოხსენების ლაპარაკია 97-13 ივნისი პარლამენტში ეს მოხსენება სათაური იყო, ქვეყანაში სისტემაა კორუმპირებული და ნუ ვებძვით პიროვნებებს. აი ნახეთ თქვენ, მე ვერასდროს ვერ დავიჯერებ და ვერც კი ლაპარაკობენ დღეს აი დიდი ბრძოლა მიდის კორუფციის წინააღმდეგ, რას ლაპარაკობთ? ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არ არის არც მოჩვენებითი ბრძოლა არ არის კორუფციის წინააღმდეგ. ეს არის ერთი ესე იგი დანაშაულებრივი კლანის ჩანაცვლება მეორე დანაშაულებრივი კლანით. ვინც მათი კორუმპირებულია, ის კარგია. მაგრამ აი თუ რომელიმე სხვა პიროვნებასთანაა დაკავშირებული, ის არ არის. გაიხსენეთ, მე არ მინდა ისტორიებში შევიდე, მაგრამ დააკვირდით მოქალაქეთა კავშირს გადაემართა 2001 წლიდან, 2000 წლიდან 2000 მოქალაქეთა კავშირს. თითქოს ერთ-ერთი ძლიერი ის იყო, მაგრამ რა მოხდა? ამბიცია გაუჩნდა რამდენიმე პიროვნებას, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ პირველები. ეს ამბიცია გაუჩნდა სააკაშვილს, ეს ამბიცია გაუჩნდა ჟვანიას, ეს ამბიცია გაუჩნდა ხაბატონ ნინო ბურჯანაძეს, ეს ამბიცია გაუჩნდა ბატონ მამალაძეს, ეს ამბიცია გაუჩნდა 7-8-ს და ყველამ დაიწყო თამაში შევარდნაძესთან და დაერიან ერთმანეთს შიგნით და დაერიან და რა მიიღეს შედეგი კი ვნახეთ. აქ ლაპარაკი არ იყო ქვეყნის შეცვლაზე და კი ვნახეთ რაც მოხდა ქვეყანაში. აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ შევარდნაძე უკვე ასაკში იყო და შევარდნაძის შემცვლელი ვინ იქნებოდა. ყველაფერს აკეთებდნენ იმით, რომ შევარდნაძეს თავის პარტიის გარეთ არ გაეხედა. და ამიტომ იყო რომ ძალიან ბევრი ვინმეს არ ვიცი ხებს ახლა ვის, მაგრამ მე მეხვეწებოდა შევარდნაძე, რომ შემოდი პარტიაში, შემოდი, ეს აუცილებელია, შენთვისაა კარგი, მე გაუძელი ამას არ შევედი. ნუ ახლა მე არ ვიცი ხვის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვიღაცებმა გაიზიარეს და შევიდნენ შიგ. და ნახეთ ის დაპირისპირება რომელიც იყო. მე ყოფილი ვარ თათბირებზე, სადაც აი თქვა ჟვანია და ისინი კატეგორიულად გამოდიოდნენ და შევარდნაძეს ეუბნებოდნენ, რომ თუ რაღაც ზომები არ მიიღეთ, სააკაშვილი იმდენად ესე იგი აი მხარდაჭერილია გარედან, ფული აქვს იმდენი და რაღაც ისინი ესენი გავლენ და ქვეყანა დაიღუპებაო. მე კი არა მარტო ამის მომწვე თათბირებზე 20-30 კაცია დღეს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს. მაგრამ აი ხო ხედავთ როგორი ბრძოლა ქონდა ჩიგნით. ანალოგიურია დღეს რაც ხდება, იქ იყო ბრძოლა 3-4 კლანს შორის, ვის უნდა შეეცვალა პარტიაში, პარტიიდან ვინ უნდა ყოფილიყო, თქვა შევარდნაძის შემცვლელი. ვიღაცა ანუ აი როცა ნახეს რომ შევარდნაძე არ დადგა გამსაგებასთან სააკაშვილთან, კი ხმამაღლა ლაპარაკობდა, მაგრამ დაიწყო თამაში ზოგიერთ სხვა ვინმესთან, ამას მოყვა ის რომ ისინი გავიდნენ ცალკე. მე ამ დეტალებში დღეს არ შევდივარ, თუ იმეს დააინტერესებს მომავალში, მაგრამ მე გეუბნებით ფაქტს, რა იყო, როგორი იყო ბრძოლა. მე შემომთავაზეს აი ბობოხიძეა ესე იგი ამის ისა რომ ჩამოვიდა და თქვა რომ აი ასეთი რამედის თუ აბაშიძემ შექმნა პარტია რეგიონალური, ჩვენ რატო არ უნდა შევქმნათ ესე იგი რეგიონალური პარტია და თქვენ ყველაზე მეტად შეგიძლიათ და ესე დადიოდნენ ჩემთან. არა მარტო ბობოხიძე ნუ იმერეთთან იყო თვითონ და ამის გამო, მაგრამ არა მარტო ის. მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი და ვამბობდი ასეთ თამაში არ უნდა შევიდეთ. ეს ქვეყანა დაიქცევა, ქვეყანა დაინგრევა. ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ინტერესი გვინდოდა. როგორ გამოვდიოდა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ ქვეყნის ინტერესი ყოფილიყო წინ ყოველთვის. მე ბობოხიძე გითხარით ახლა იცით რომ სულად საპირისპირო პოლიტიკურ ძალებში ვართ. ახლა არ ვიცი სად არის ამ ბოლო პერიოდში, ნუ იცით რომ იყო მიხეილ სააკაშვილთან მერე გაიყვნენ, მერე სხვადასხვა იმაში, მაგრამ აი ბობოხიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან მოდიოდა და ნუ აი მე სახალხო პარტია, ნუ რა ვიცი, ახლა მთავარი რა არის? მთავარი არის ერთი ის რომ თქვა ისინი მე მთავაზობდნენ იმას, რომ იმერეთში შექმნილიყო ისეთი პარტია, როგორც აღორძინება იყო. სხვა შორის თავის დროზე მამალაძემ დაიწყო ასეთი პარტიის შექმნა და ძალიან ბევრი ვინმე და ნუ ისე მე გავიგე რომ ზოგიერთი ქუთაისშიც რაღაც საინიციატივო ჯგუფი შეუქმნია. აი ასე სეპარატისტულად ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ქვეყანას დააქციეს და დაშალეს ყველაფერი და ეს იყო შიდა პარტიული ბრძოლა. შიდა პარტიულ ბრძოლას შეეწირა სწორედ ნუ მე წინა მაშინაც ასე მოხდა, მაგრამ მე კონკრეტულ მაგალითებზე გეუბნები, ვისაც აქვს სხვა მოსაზრება, კი ბატონო მზად ვარ, გითხარით რომ ყოველ სამუშაო დღეს 4-დან 6 საათამდე პირდაპირ ეთერი აქვს მეცნიერთა კონგრესს, ტელევიზია ქართულ ტივიზე და მზად ვარ ნებისმიერ პიროვნებას მოусმინოთ და ვნახოთ. ანალოგიურია დღეს რა მოხდა? გაიმარჯვებდა, მაშინ ვამბობდი მე, მაშინ როცა ბრძოლა მიდიოდა,
ნუ მეცნიერებზე დაყრდნობით მე არ მიყვარს მე ვამბობდი და ის იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს მე ხო გითხარით მე ვამბობ და რაღაცა ყველაფერი ჩემი დევს და ადამიანები რომლებიც პარლამენტში იყვნენ და არ მინახავს მათი ერთი რაიმე კანონი გამოტანილი სერიოზული და ეხლა ლაპარაკობენ მე ხო ვამბობდი ეკაი ადამიანიშვილი პარლამენტში იყავი და მათ ჩვენ ერთი პარლამენტში შენი კარგი გამოსვლა ან მათ ჩვენ ერთი კანონ პროექტი ან მათ ჩვენ ერთი სად რა გამოაქვეყნე არაფერი დღეს ეხლა წადიდე ეძებე ეხლა მე ხო ვამბობდი მაშინ არაფერს არ ამბობდი დათხოვებთ ხალხს მე ვამბობ რომ ყველა გამოსვლა ჩემი პარლამენტშია ყველა გამოსვლა ჩემი გაზეთშია ყველა გამოსვლა ჩემი საჯარო იყო და ნახეთ თუ სხვა პოზიცია უდესმე ქონია რომ სისტემური ცვლილებები დღეს ქვეყნის გადარჩენა არის სისტემურ ცვლილებებში ვერც ერთი პარტია ვერც ერთი გაერთიანება მთელი საქართველო ერთ გაერთიანებად იქცეს თუ არ იქნება მეცნიერული პროგრამებზე დაკნობილი ეს ყველაფერი ვერავინ ვერ გაიმარჯვებს ერთობა უნდა ხდებოდეს არა ჩვენი ნაცნობ მეგობრობით და ძმაკაცობით არამედ უნდა ვერთდებოდეთ გარკვეული პროგრამების ირგვლივ ჩვენ გვაქვს ეს პროგრამები სწორედ არა ჩამოყალიბებული და ეს არის სისტემური ცვლილებების პროგრამები თქვენ რა გგონიათ ეს ახლა აი დღეს რომ გეუბნებიან რომ აი ახლა გამოავლინეს კორუფცია რა თუნდა რა სისულელეს ლაპარაკობენ და რა სისულელეს ისმენს ხალხი რა გინდათ მე ბატონ ბიზნიავანიშვილს მიმართავ და სხვას გეუბნებით რომ ყველა არა მარტო ჩვენ სხვადასხვა ტელევიზიები და ისინი ლაპარაკობდნენ იმას რომ საიდან მეცნიერებს ამდენი სახლი ამდენი ქონება ამდენი ფული ოჯახები როგორ ცხოვრობენ რა თუნდა ამას იმის შესვლა და გამოკვლევა რა არიწოდით რომ თარვაჩუკა ესე იგი და რაღაც მიწები და რა ვიცი თელი ყველაფერი რო ხელში აიღეს და კახეთი პრაქტიკულად ერთი კლანის ხელში რომ მოაქცეთ ეს უნიკალური რეგიონი რა არიწოდით ხელს არ უწყობდით ამას ყველაფერს და რა არიცით დღეს მაგალითად ვერ თვლის ქუთაისელი კაცია ძალიან კარგი მამიშვილია მაგრამ ასეთივე ძალიან კარგი მამიშვილი იყო და ქარსელაძე და ძალიან მინდა რომ არ იყოს ამგენთან არ კიდე ის მოადგილეები ვინც არიან ქუთაისელები არიან და განვიცდი მე მაშინ ვამბობდი იმას რომ ქარსელაძე რომ გამოვიდა ქუთაისში და მე მსგავსი ესე იგი ფეხფეშ გაგება ივანიშვილის წინააღმდეგ და რაღაც არ მოდგენილი ქება დიდება არჩევნებზე არ მინახავს ერთი წლის წინაც გააკეთა მაგრამ ნახეთ როგორ არის წლის თავზე მაშინ ვამბობდი იმას რომ თქვენ ციხისკენ გაგზავთ ხო იმიტომ რომ ყოველთვის ასეთ ადამიანებს რომლებიცაც მონური ფსიქოლოგიის ისა აქვთ გარკვეული პერიოდის შემდგომ ძალიან დიდი მონები რომ არიან ისინი უნდა გაწირონ თორე ისე ხალხში ნდობა ვერ ექნებათ აი განახეთ თქვენ ვინც ყველაზე მეკათად ყველაზე მეტი მაკებარი უფრო უკეთესად მაკებარი ვიდრე ღარიბაშვილი იყო არ ყავდა არავინ ბიზნიავანიშვილს იგივეა ვთქვათ აი ქუთაისიდან ქარსელაძე რომელიც იყო და ან კიდე დღეს როგორც ექცევა ეს იმის თავმჯდომარე რა არის ის ბიზნიავანიშვილმა რომ ვთქვათ ერთხელ ქარსელაძის ქონება რო გვაჩვენეს მამამის შეუსწრებ მე შეწუხებული დავრჩი რომ საიდან ესენი მე ასე იგი ქუთაისში რომ ხედავ ძალიან ბევრი ვინმეს რომლებიც ამ ოცნებასთან და ნაცმოძრაობასთან იყვნენ დაკავშირებული პრაქტიკულად ყველაზე ის ქონება რაც აქვს მე ხო არაფერი არ გამაჩნია რა ნუ აი გეუბნებით რომ სულ მიკვირს ის რომ როგორ შეძლო ამ ხალხმა ამის გაკეთება აუ ჩემზე 10-ჯერ 15-ჯერ მეტი აქვს იმ ადამიანებს რომლებსაც საერთოდ სახლიც რო აქვთ ისა საიდან უნდა იკითხო და სახლები აქვთ ქონება აქვთ ბანკანები აქვთ რა ბრმად ცხოვრობთ ბატონ ბიზნიავანიშვილს მინდა მიმართო და იმისთვის ყავთ ეს ორგანიზაციები და გომელაური და თქვენი მონაა და იმიტოა გაჩუმებული თორე რას აკეთებდა უშიშროებაში არ იყო პოლიციის მინისტრი არ იყო და თუ წესიერი კაცია არ იცის მინისტრები როგორ ცხოვრობდნენ და გამგებლები მერები და გუბერნატორები როგორ ცხოვრობდნენ მაგრამ ის გაწყობთ რომ იმერ ყველაზე მეტი იცის და რომ კუთხეში რომ დააყენონ ის ილაპარაკებს ის არის ახლა დატოვებული იმათ რომ აი თანაც იმას მიღებული აქვს რა ნახეთ როგორ არის ვინც საერთაშორისო ესე იგი სანქციები მიიღო იმას არ შეეხენ და ღარიბაშვილმა რატო არ მიიღო სანქციებიო და რატო არ მიიღო უშიშროების მინისტრმაო ნუ იმაზეა ახლა რომ აი მათ რო კონდეთ სანქციები მიღებული არაფერი არ იქნებოდა ეს არც 6 მილიონი კი არა 60 მილიონი რეკონებოდა სახში არაფერი არ იქნებოდა აი ეს არის სწორედ ერთ კაცზე აგებული სისტემა ერთი კაცი როგორც აწყობს ისე აკეთებს ყველაფერს სისტემა რომელიცაც ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემა არის ის რომელიც ტირაჟირებას კი არ აკეთებს კორუმპირებულების
არამედ სისტემა არის ის, რომელიც კორუფციას არ უშვებს. ბიძინა ივანიშვილი არის განსხვავებული სისტემის მომხრე. როცა მე ნონა გაფრინდაშვილს უთხარი, რომ არ შევხვდები მეთქი მას, აი სწორედ ეს გქონდა იმაში, ხელობაში აზე ზუსტად არა, მაგრამ უთხარი, რომ ის ახლოს მიგიყვანს და გაგაფუჭებს. თუ თქვათ ესეთი დიდი ჭკუის და გონების არ ხარ, აი ამ თვალსმაქსობის თვალსაზრისით გაგაფუჭებს მეთქი. აი ვამბობ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სისტემა როგორ არის? უშვებს საბალახოდ, მე ხას უსვამ საბალახოდ ყველას, თუ არ იბალახებ, თუ არ წახვალ და არ მოიპარავ, ვერ იქნები, მოიპარავ და ოდნავ საეჭო ქმედებას დაუშვებ, დაგიჭერი. ჩვენ მეცნიერთა კონგრესის სისტემა რა არის? მეცნიერთა კონგრესი 99%-ით შეზღუდავს კორუფციას. ახლა ვინმე იტყვის როგორ? გეუბნებით მარტივად რა, იმერეთში თქვა, წამოვედი იქიდან და ესე იგი დღესაც შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ადამიანი იმერეთში, ვინც მაშინ სხვადასხვა ორგანოებში მუშაობდა, ეუბნებოდნენ, რომ ნუ თუ არაფერი არა გაქვთ ჩაშიაშვილზე, ნუ თუ არაფერი არ ქონდათ და ვერ ეკნებოდათ. აი ამიტომ არის საშინელება კორუმპირებული ადამიანი, რომელსაც ეშინია ხმას ვერ იღებს და ის არის გვიმეორებ კორუფციის სათავეში საქართველოში დგას ბიძინა ივანიშვილი. ყველა ადამიანი, ვისაც იჭერენ მეწოდება, იმიტომ რომ ის არის მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილის კორუფციული სისტემის. ერთი კაცი არ დაუჭერიათ იმერეთში, რატო? იმიტომ რომ შევქმნით ისეთ სისტემა, რომ ვერაფერს მარტივად ვინმე იკითხავს, ხშირად ვამბობ მე, რომ თქვათ მე ვნიშნავდი ფულის ხარჯვას, ფულის ხარჯვის მაკონტროლებელი იყო ოპოზიციის წარმომადგენელი. ოპოზიცია დანიშნეთ ბატონო ბიძინა, ოპოზიციის ხელმძღვანელი, კონტროლის პარატის ოპოზიციის მიერ დანიშნეთ კონტროლის პარატის ხელმძღვანელი. მიეცით საშუალება ყველა რაიონს აირჩიოს მოსამართლე. მიეცით საშუალება ყველა რაიონს პოლიციის უფროსი აირჩიოს თვითონ, როგორც ქუთაისში მუნიციპალიტეტები რჩევდნენ პოლიციის უფროსებს. მე ვეუბნებოდი მოხსენით ხო და არ ხსნიდნენ. მიეცით საშუალება იმას, რომ ხალხმა შეარჩიოს მერიაში და სხვაგან წარმომადგენლები. არავით არის პრობლემა ამისი არ არსებობს. ამას არ აკეთებთ, იმიტომ რომ ეს რომ გააკეთოთ, დაკარგავთ თქვენ ძალაუფლებას, რადგან აი ასეთი სისტემის შექმნა სჭირდება მეცნიერება, ამას სჭირდება ინტელექტუალური მხარდაჭერა მხოლოდ მეცნიერებიდან მოდის, თქვენ მეცნიერებას იგნორირება გაუკეთეთ და დაიმონეთ. და საერთოდ ყველა მეცნიერი, რომელიც ხელისუფლებას ეგება ფერქვეშ, ის არც მეცნიერია, არც საზოგადო მოღვაწეა და ესე იგი მის ოჯახში ვერაძო სიკეთე ვერ იქნება. რა ფულს თქვენ 1000 და 1500 ლარს იღებთ და ამის გამო ხმა ვერ უნდა მოიღოთ. ხალხი ცოდვაში ცხოვრობს ქვეყანა. როგორ პირველი ვინ უნდა იყვიროს ეხლა, როდესაც აი თქვენ მეცნიერებს და ყველას ვეუბნები ამ შემთხვევაში, რომ როგორ ფიქრობთ თქვენ პოლიტიკოსები რომ ლაპარაკობენ, რომ ორი ქალაქი შენდება არაბულიო. ხალხი ამას იცით როგორ იმდენად ცუდად ლაპარაკობენ ამას პოლიტიკოსები, მეც მოვისმინე დღეს გამოდიოდა ვთქვათ, აი ლელოს წარმომადგენელი და იმდენად უხეშად ლაპარაკობდა და იმდენად ცუდად, რომ აი ვიფიქრე, რომ საერთოდ აღარ ვილაპარაკო ამ თემაზე. პოლიტიკოსებმა გააფუჭეს ნებისმიერი და ხალხში დაკარგეს რწმენა იმისა, რომ რასაც პოლიტიკოსი ამბობს, ხალხს ის სერიოზულად არ მიაჩნია. რეალობა ეგ არის. ყველაზე მეტად ვინ უნდა იმაღლებდეს ხმას დღეს? მეცნიერები, ინტელიგენცია, არაბული სოფლები შენდება ხალხო. ნებისმიერი ქვეყნის იყოს, თუნდაც საფრანგული სოფელია შენდეს, კომპაქტურად შეიძლება გააკეთოს სადმე ასეთი რამ საქართველოში. 2 მილიონი ადამიანი ქვეყნის გარეთაა წასული. მე ხო ვიცით რომ ეს ინვესტიცია არ არის. სესხს იღებენ ხო ისინი. ყველაზე დიდ ფულს ჩვენ ვდებთ რეალურს. სხვა დანარჩენი სესხია. ჩვენ ვდებთ მიწას, რომელიც მილიარდი, 2 მილიარდამდე ღირს ყველაფერი ისინი, რაც არის და ვებერთელე რაოდენობა. რას გვატყუებთ? სად არის ხელშეკრულება? სად არის ხელშეკრულება ჩინეთთან, რომელსაც მოაწერეთ ხელი? რატო არა დასტაბული და რატო არა გამოქვეყნებული ყველგან? სად არის პრინციპული ხელშეკრულებები, რომელიც რომ გაიძახის ბატონი ყობახიძე რომ ჩემთ დროს მიღებული ყველაფერი გამოაქვეყნეთ ახლა. დადათ საიტზე და გამოაქვეყნეთ რა ხელშეკრულება გაქვთ არაბეთთან დადებული. და შენდება თუ არა იქ მეჩეთი. და რას ნიშნავს ეს? ისინი პატიოსნად იქცევიან არაბები. გამოდიან და ტელევიზიაში ლაპარაკობენ რომ აქ ეღირება $5,000-დან 1 კვადრატული მეტრი და მეტი, რომ 30,000 მუშახელი გარედან უნდა შემოვიყვანოთ, რომ 60% უცხოელები, 90% იყიდიან უცხოელები. ვინ იყიდის ამას $5,000 და $5,000-დან $12,000-მდე 1 კვადრატული მეტრი?
და ვინმეს რა პრობლემა იყო, რომელიმე მშენებლების მეტი რა გვყავს, აგეგოთ ერთი ადგილი და რომ ვამბობდით ჩვენ იმასო თავს რო დაგვესხით, მაშინ გელაჩი მიღებული გადაწყვეტილების გამო ქალაქი ბაგრატიონი ავაშენოთ, არაფერი ამას არ ჭირდებოდა და ხელისუფლებამ არც კი გაიზიარა ამის ის არავითარი თანხა არ ჭირდებოდა ხელისუფლებას ამისთვის. და მით უფრო მშენებლებს მიეცით იგივე პირობებით, როგორც ეხლა სესხს იმათთან ერთად აიღებთ და ჩვენი მშენებლები ააშენებენ ასეთ ქალაქს და იქნება უნიკალური. რატო გონიათ რომ ვერ ააშენებენ? კი ბატონო, მოიწვიეთ ესე იგი არქიტექტორები და ვინმე მოიწვიეთ და მოგეხმარონ, მაგრამ გააკეთონ ჩვენებმა. ატყუებთ ხალხს, ატყუებთ. ეგ არის ყველაზე დიდი ხალხის სიცუაციაში ცხოვრობს ქვეყანა და ხმას ვერ იღებს ვერავინ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ზღაპარი ამ ქვეყანაში. მე გეუბნებით, გაცილებით უფრო კორუმპირებულები დარჩნენ ხელისუფლებაში, ვიდრე თქვათ ისინი, რომლებსაც შეეხეთ. გაცილებით უფრო კორუმპირებულები. 1000-ჯერ მithქვამს და ვიმეორებ, თბილისში რო კორუფციაა, მსოფლიოს 10 ქალაქში ალბათ ასეთ კორუფცია არ არის. და ამის მაგალითებია უამრავი. და ამ კორუფციის სათავეში კალაძე დგას. მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ დიდი ფული მიატანინეს იქეთ და ამიტომ გაჩუმდნენ, რომ ღარიბაშვილმა და სხვებმა არ მიიტანა. და ფული რატო უნდა მიიტანონ? დააკვირდით, რომ ჩვენთან გავატარეთ ისე 6 მილიარდზე მეტი იყო ბიძინა ივანიშვილის ქონება, ფოფსის მიხედვით. 2.5 მილიონი გამოქვეყნდა ბოლო პერიოდში. ხედავთ რა დაემართა მის ქონებას. 6 მილიარდიდან 2.5. პრაქტიკულად აღადაღებული აქვს ბევრი რამ მას. ამიტომ მას ჭირდება რეალური ფული. ყველაზე მძიმე კორუფცია არის იმისთვის, რომ კორუმპირებული ადამიანი თავს მოიკლავს და თანამდებობას არ დათმობს. თანამდებობას თმობს წესიერი კაცი. ფიქრობ, დავიღალე, აღარ მინდა, ვემსახურე, კი ბატონო, მოვიდე სხვა, მაგრამ შენ რო კორუმპირებული ხარ, როგორ ფიქრობ? ესე იგი წახვალ ასე ადვილად, თავს მოიკლავენ, არ წავლენ. აი იმიტოა გამეფებული აზრი, რომ ესენი არჩევნებით არ წავლენ. კიდევ უფრო მძიმე თუ ხალხი მაგრად არ დადგა, კიდევ უფრო მძიმე არჩევნები იქნება. შემდგომში რომელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა, გეკითხებით აგერ. დღეს გემულობ, რომ რაიონებში ვინც აირჩიეს, ეხლა საკრებულოებში, ბევრ რაიონში შეშფოთებას ვხედავ უკვე ხალხში, რო დაინახეს ესენი ერთად. აქამდე ხო ვერ უყურებდნენ, არ იცოდნენ. ეხლა გავიდე ხალხში, აქამდე ადამიანზე არც იცნობდნენ, ეხლა გაიკითხეს, ბიჭო 9 წელი პოლიციის უფროსი იყო რაიონში ნაციონალური მოძრაობის დროს და იმას ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარედ. ნუ აი ხო მაშინ სააკაშვილი ყოფილა მარტო თქვენი ბრძოლის იარაღი პოლიციის უფროსები თუ წესიერები იყვნენ, თუ ისინი ფულს არ აკეთებდნენ და თუ მათ პირდაპირ კავშირი არ ჰქონდათ, ესე იგი მაშინ ვანო მასთან ვინც იყო მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პაჭკით უურიგებდა ფულებს და ყველა ლაპარაკობს დღეს ამას. და ეს პოლიციის უფროსები თქვენ ძალიან ბევრი არა მარტო პოლიციაში დატოვეთ, არამედ სხვადასხვა ორგანოებში, უშიშროებაში და ბევრგან მიიყვანეთ და ეხლა უკვე სახელმწიფო ორგანოებში მოიყვანეთ. ვინ არის ესენი? პოლიცია დააჯინეთ, აჭარაში პოლიციელი მიიყვანეთ. სად მუშაობდა ეს სააკაშვილის დროს? ყველანი აი ხო გეუბნებით არა და რომელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა ეს? გამარკვიეთ და მითხარით და მეტი არაფერი არ მინდა. სიძულვილი თბილისისადმი ბიძინა ივანიშვილის მიერ დადასტურებულია. ეხლა მიკითხავთ ვინმეს რომ ძიმე ბრალდება გავაკეთე. რა თქმა უნდა. მაგრამ მაგალითს გეუბნებით. 1 მილიონიან კი არა, 1,5 მილიონიან ქალაქში არ იძებნება თურმე კაცი, რომელიც შეიძლება თბილისის მერობის კანდიდატადაც კი განიხილონ. პირველი ვინც იყო წინა მერი, ვინც მოიყვანა იმან იყო თბილისელი არა. მეორე ვინც არის? მესამედ ირჩევენ. იშვიათია ქალაქი, სადაც თქვათ მესამედ და ეს პრინციპული იყო კალაძისთვის, იმიტომ რომ კალაძე რო წასულიყო, მონაგონი იქნებოდა საუბარი, ესე იგი კორუფციაზე, რომელზეც ეხლა ღარიბაშვილზე ლაპარაკობენ. და ნახეთ თქვენ როგორ არის, ესე იგი ივანიშვილის ესე იგი აი ამ მახილ პოლიტიკურ ეპოქაში ვერ მოიძებნა აქ თბილისში 1,5 მილიონიან ქალაქში ვერ მოიძებნა კაცი, რომელიც შეიძლებოდა განხილულიყო მერობის კანდიდატაცაც კი. ეს არა მარტო ამას სხვა პარტიებსაც ეს დაემართათ.
და ტრაბახით ლაპარაკობდა ერთ-ერთი წარმომადგენელი რომ მე თბილისელი არა ვარო მერობისთვის იბრძოდა კანონით და ყველაფრით აი ესე უნდა იყოს რომ თბილისში თბილისელი უნდა იყოს ქუთაისში ქუთაისელი უნდა იყოს რა არის ამაში ცუდი რა არის ვის უფრო მეტად უყვარს ეხლა ქუთაისი კიდე ერთხელ ვიმეორებ მე მაშინ ვეუბნებოდი თარგამაძეს და ჩემს შორის რო იყო ის ეხლა თქვენ უფრო გინდათ წესი ქუთაისში თუ მე მეთქი მე ქუთაისელი კაცი ვარ აქ დავიბადე აქ კენჭიც კი მიყვარს მეთქი ამ ქალაქში თქვენ ჩემზე მეტად გინდათ ამ ქალაქში წესი კი რო იყოს ხო კაცი რომელიც ჩაიყვანეთ პოლიციის უფრო ჩაყვანილი პროკურორი ჩაყვანილი მოსამართლე ჩაყვანილი მერი და გამგებელი მონა ამ თხოვებაში ბიზნესმენები დანიშნული და ჩაყვანილი იქიდან რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობ და რომელ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკობ და ღარიბაშვილის სახლის გაჩხრებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და უშიშროების ეს ორთავე იმიტომ რომ არ არიან ისინი დასანქცირებულები რა თქმა უნდა ისინი კორუმპირებულები იყვნენ მაგას კი არ მომგვია კი არ ვიცავ მე იმას მე უბრალოდ მე ვთვლი რომ ესენი ყველანი სისტემის მსხვერპლი არიან ქარსელაძე ისეთ ოჯახშია გაზრდილი და ისეთი წესიერი იყო მამამისი და ისეთი ვიცნობ იმას დიდი ხანია ქუთაისელი კაცი ვარ და ვიცი პარტიის კალაკომში იყო განყოფილების გამგის მოადგილე და ყველა იცნობდა როგორც წესიერზე წესიერ კაცი იმ ოჯახში გაზრდილი ადამიანი არ უნდა გამოსულიყო უწესე ისე როგორც კალანდარაშვილის მამა იყო ძალიან ისა მაგრამ სისტემა მესენი გახადა კორუმპირებულებად მე მეწოდება ყველა ადამიანი რომელსაც სისტემა აქცევს კორუმპირებულად ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სისტემა რომელმაც დაღუპა ოჯახები დაღუპავს ქვეყანას და მის ფულს და მის ამბიციებს ეწირება ქვეყანა და ეწირება ოჯახები ეხლა მე წარმომიდგენია რა მდგომარეობაა ეხლა ქარსელაძის ოჯახში წარმომიდგენია ვიცი ეს ხალხი და იმიტომ რა მდგომარეობაა იგივე თქვათ აი მისი მოადგილე გაბუნია და სხვების ოჯახებში რა მდგომარეობაა თუნდაც იმ გარემოცვაში რომელშიც თქვათ თუნდაც უშიშროების ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი და ის ამათ გარემოცვაში რა მდგომარეობა ღირს კი ეს ყველაფერია ამაზე კეიფობს ბიძინა ივანიშვილი იმას უხარია რომ იმათ ოჯახებში ტანჯვაა გაიხსენეთ 1990 წელში ჯერ კიდევ კომუნისტური ეპოქა იყო თუ 90 როდესაც გადადის მოხდა ჩვენთან შემოიყვანა ჯუმბერ პატიაშვილის პერიოდშიც კი ტრაქტორები შემოიტანა საქართველოში ბიძინა თავის სანაცესაოს ჩააბარა დაიჭირა ყველა მერე ესე იგი უამრავი ნათესავი ჯერ მიცემ საშუალებას და ესე იგი აძლევს იმას რომ რაც გინდა აკეთე მერე გაუშვებს ვიღაცას და არასწორად რაღაცა იჭერს და ეს კაცი არის ორიენტირებული იმაზე რომ დაჭერა გონია რომ დაჭერა არ არის დემოკრატია და დაჭერა არ არის სისტემა მართვის სისტემა არის ის რომელიც ადამიანებს არ აძლევს საშუალებას რომ იყვნენ კორუმპირებულები ბიძინა ივანიშვილის სისტემა ადამიანებს ეუბნება არა ხარ კორუმპირებული ვერ იქნებით ჩემთან მაგრამ გაიხედავ ცოტა საეჭვოდ გვერდზე იმ წუთში დაგიჭერ ესაა ბიძინა ივანიშვილის სისტემა დაღუპა ოჯახები მე გული მწყდება იმ ხალხზე ვიცნობ ქუთაისში ამ ხალხს და გული მწყდება ამ ხალხზე რა თქმა უნდა ისინი სუსტები აღმოჩნდნენ რასა შევანაძის დროს უდიდესი კორუფცია იყო მაგრამ ერთი ადამიანი მაჩვენა დედამიწის ზურგზე რომელიმე დირექტორი არ ხელმძღვანელი რომელიც თქვათ ჩემთან დაკავშირებით რაიმე სიტყვის იმ დროს უმძიმესი იყო უძნელესი იყო ურთულესი იყო მაგრამ შეიძლებოდა რომ დარჩენილიყავი წესიერ კაცად ფულის კეთების მეტი მინისტრებს სახლები აქვს საქართველოში ხშირად მე მithქვავს ერთ ორს პირდაპირ უთხარი რომ ჯო აი ამას ოტრაბახობ ეს და რატო უნდა ვთქვა გვარი მაგრამ რომ მივიყვანა და მათვარიელებებს და ვეუბნები რომ ჩემს გვარში მეთქი მე ვეუბნები იმას რომ ჩემს გვარში ჩემზე ღარიბი არა მითქე არც ერთი არ არის ანუ მე ვიყავი გუბერნატორი მე ვიყავი მერი და ჩემზე მდიდარია ყველა ჩემს გვარში ყველა სახლის მანქანას ყველაფერი და ასე შემდგომ მე მამა პაპისეულს ასგარა ვეუბნები რომ რატომ იმიტომ რომ იმ ფულით იმ ხელფასით რომელიც მე მქონდა მე არ შემეძლო მეტი გამეკეთებია მაშინ ისევე როგორც ჩემი ახლობლები თქვა ბევრი ვინმე იყო წასული ბიზნესში წავიდოდი ბიზნესში და რა თქმა უნდა უკეთესად ვიცხოვრებდი მაგრამ თქვენ ხო წარმოგიდგენია და ხმამაღლა გეუბნებით რომ ეხლა სადაც ცხოვრობ უბანში ხო იციან იქ არა
თუნდაც იმ უბანში. აი რატომ მინდა რომ თქვა და აი რატომ ამბობ რომ ქუთაისელმა უნდა იყოროს კენჭი. მე რომ მითხეს ზოგჯერ აი რო გათავისუფლდა ზესტაფონში, ხონში და იმაში თქვი არა, კი ვიყავი მე იმერეთის გუბერნატორი, მაგრამ ყველაზე მეტად აქ მიცნობენ, აქ არიან ჩემი სკოლის მეგობრები, ინსტიტუტის მეგობრები, მეზობლები, ახლობლები, ნაცევები და იმათ იციან მე ვინ ვარ. და მე როცა სხვაგან მივდივარ, ამ შემთხვევაში იქ ძალიან ბევრმა არ იცის ეს და 1000 ჭორიც უფრო მუშაობს ვიდრე თქვა და სინამდვილე და იქ ახლა ჭორი ვერ იცხოვრებს ამ იმაში. იმათ ხო იციან სადაც ცხოვრობ უბანში რომ პრაქტიკულად ყველა ვინც კი თქვა ჩემი ნათესავია და შაშიაშვილის გვარი და ყველა ჩემზე მეტი მდიდარია და ღმერთმა მიცეთ. რომ იმათ კი არ მომბორი იმათ რამე იმცელი სიმდიდრე აქვს ის რომ მანქანა აქვს და სახლი აქვს და ეზო აქვს და ბოსტან სამუშაოებს და რაღაცა მოყავს და ან კიდე ბიზნესია და ასე შემდგომ. მაგრამ ვის შეეძლო ყველაზე მეტად ის ხალხი რომელიც ბიძინეევანიშვილს ყავს დღეს ფეროშენადობსა და ჭიათურმანგანუმში ხელმძღვანელებად ჩემოდნებით მოქონდათ ფული რო აგვეღო ჩემოდნებით და მე დამაჯერებს ახლა ბიძინეევანიშვილი რომ ის ხალხი მას ფულს არ აძლევენ ან კიდე მისი ფეროშენადობსა უბრალოდ ვაპირებ ამ ხალხს ხანდახან რო შევხვდე და უთხრა ანუ აღარ მინდა გვარები მაგრამ ჭიათურმანგანუმის მოვიდა სააკაშვილი დაიჭირეს შეუვარდნენ კაბინეტში გაკოჩეს გამოიყვანეს დირექტორი ორ თვეში ციხიდანაც გამოუშვეს დირექტორადაც დატოვეს რატომ ის კაცი არ შეიძლება რომ ყოფილიყო დირექტორი კარგი იყო ძალიან დიდი ხნების განმავლობაში გაუშვეს დირექტორობიდან შეუნარჩუნეს ხელფასი ყველაფერი პირობები და ათასნაირი ბიზნესმენები ამას ეძახით თქვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილმა კორუფციული სისტემა კუბში აიყვანა და ქვეყანა ჩაფლო კორუფციაში ეს არის სისტემა თუ არ უშველეთ თვითონაც თავის თავს დაღუპავს და ქვეყანა რო იღუპება და იძირება კორუფციაში ფაქტია ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ერთი კორუმპირებული კლანის შეცვლა მეორე კორუმპირებული კლანით რამდენი ხანია ვეხვეწებით აი ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია რომ მიიღეთ კანონი კორუფცია და ნეპოტიზმი იქცეს სახელმწიფო ღალატად ხომ ხედავთ არა ლილუაშვილის ნათესავები სად ყოფილან ხომ ხედავთ ესე იგი ყველანი პოსტების მოადგილე მე ესეთი დიდი პოსტები უჭირავ რა ამასაც სხვა არ იძებნებოდა ქვეყანაში ვიყავი მე ქალაქის მერი და გუბერნატორი ერთი ვინმე მითხრას რომ რომელიმე ჩემი ნათესავი თანამდებობაზე იყო მოდიხარ თანამდებობაზე მოგხავთ ნათესავების და მეგობრების 100 და 200 კაცი მოგხვებათ უკან და ამას ვერ ხედავთ აბა რისი ხელმძღვანელი ხარ ესე იგი და რისი ის არის ან კიდე კობახიძე რო ამბობს რომ მე რომ მოვედი პრემიერ-მინისტრად მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე იყავი პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის ფუძემდებლებმა კონგრესიდან ესე დატო შექმნეს იმიტომ რომ თავრობა რო არ გათავხედესო ამიტომ შექმნეს მოიფიქრეს აი სწორედ კონგრესი და ორპალატიანი და ასე შემდგომ აი ამის გამო რომ თავრობა არ გათავხედესო ესე იგი შენ პარლამენტი იყავი რომელსაც გევალებოდა რომ კორუფცია არ ყოფილიყო მთავრობაში კორუფცია არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და დღეს ლაპარაკობ იმას რომ ესენი მტრები და ისინი ყოფილან თქვენ ბლუები ყოფილიყავთ მაშინ ბლუ არ არის უკვე ცუდი სიტყვა იმიტომ რომ აგერ გიწერიათ იმაზე ივერიაზე დააწერეთ ბლუ და ბლუ საქართველოში ძალიან კარგად ვიცით რასაც ნიშნავდა და გეუბნებით რომ სირცხვილია ნუაწერია საქართველოში მაინც ნუაწერია ესე იგი აი სასტუმროს ბლუ ნუაწერია თქვენ რა არის რა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სასაცილოა ეს ყველაფერი სასაცილო მე მესმის რატო ზღუდავენ ჩემს იმას მე არ ვარ იმით რომ ჩვენ გითხრათ რომ აი თქვა აი როგორც ლანძღავენ აგინებენ ვიღაცა რაღაცას ნუ აი დღეს უსმენდი აი პიროვნებას რომელიც დოქტორი მეცნიერი ვიცნობ ძალიან კარგად ყველაფერი ნუ უბრალოდ აქვს კანდიდების მანია აქვს და გონია რომ აი ჩვენ და ჩვენი გაერთიანება ტყუი ხართ ყველანი ატყუებთ ხალხს და ქვეყანას როცა მეცნიერთა კონგრესი იტყვის რომ მოდით ჩვენთან მაშინვე გითხარით ჩვენ ისეთი ვერამ მეცნიერთა კონგრესი ამბობს ხალხს მიცეთ საშუალება დაასახელოს ის ხალხი ვის გარეშეც ვერ წარმოუდგენია ხელისუფლება მეცნიერთა კონგრესი ამბობს ჩვენ შევთავაზოთ ხალხს პროგრამები რომ და ვაგოთ პასუხი ამ პროგრამების თუ შესრულდება ეს პროგრამები ვაგოთ პასუხი შედეგებზე ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ვამბობ შევიმუშაოთ კონცეფცია რომელიც არ დაუშვებს
ხელისუფლების სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მისვლას. აი ეს გვაქვს ჩვენ შემუშავებული. ესა ვარ ჩვენ და არა ის რომ აი ჩვენ მოვალთ ხელისუფლების სათავეში და ასე და გეუბნებით ეს ყველა პარტია ამას როგორ განიძახეთ რისი შემსვლელები ხართ თქვენ ან ის ხალხი რომელსაც მე თქვენ გიცნობ და ხშირად აი დღეს ერთ პიროვნებასთან მქონდა საუბარი მართალია სატელეფონო მაგრამ მას ვეუბნებოდი რომ ამერიკა რატო ამეთქი ძლიერი 20 წელი თუ არ უსრულებენ უყურებენ კაცს თანამდებობაზე არ ირჩევენ ჩინეთში 60 წელი თუ არ შეუსრულდა და მეტი არა სერიოზულ თანამდებობას არ აძლევენ ანალოგიურად იაპონიაში ანალოგიურად უკვე გერმანიაში ამერიკაში კი ვხედავთ როგორი მდგომარეობაა ესე იგი თქვენ გინახავთ რომ ამერიკაში რომელიმე პიროვნება მოვიდეს თუ სერიოზული გზა არ აქვს და მოვიდა ტრამპი რომელიც არ იყო გუბერნატორი ყველა თითქმის 99% ამერიკის პრეზიდენტების არიან ყოფილი გუბერნატორები ყველა 99% არის ყოფილი გუბერნატორი და რომელიმე ქვეყანაში თუ ქალაქის მერობა აქ ჩვენთან როგორ არის ბაკონტროლებლები არიან იციან კონტროლი და მუდმივად ისა მე ვეუბნები ასეთი გამოთქმა არსებობს როდესაც შენ იყავი საამქროს ბუღალტერი მერე გახდი წარმოების შიგნით რაღაც გაერთიანების ბუღალტერი მერე გახდი წარმოების ბუღალტერი მერე დიდი რაღაც სინდიკატი გაერთიანების ბუღალტერი გახდი და ბოლოს სამინისტროს ბუღალტერი გახდი შენგან მინისტრი ვერ გამოვა შენ ხარ ბუღალტერი ასე ეს მაკონტროლებლად ჩამოყალიბდი შენგან აღმასრულებელი თუ ვინმეს არ უმუშავნია მერად გამგებლად ხალხმა ეს არ დაინახა სოფლის გამგებლად ან სოფლის გამგებლად ან რაიონის ხელმძღვანელად ან ქალაქის ხელმძღვანელად ან რეგიონის ხელმძღვანელად სადღაც აღმასრულებელი იმაში ვინმეს მე შევანაძეს ვეუბნებოდი თავის დროზე რომ ეს სააკაშვილი და ესენი რომ ესე იგი დაგვასვით თელ ქვეყანას თავზე სადმე ქალაქის მერად საკრებულოს თავმჯდომარედ კი საკრებულო ისე კონტროლია საკრებულო და ესენი კი არა მეთქი აი ქალაქის მერებად გამგებლებად სადმე ორი თვე ამას ხალხი გამორეკავენ მეთქი რაიონებიდან მაგრამ ეს არ გააკეთა არაფერი ყველაზე ძნელი არის ხალხის წინ მდგომი პიროვნება აი რაიონის ხელმძღვანელი ქალაქის ხელმძღვანელი თუ ეს არ გაგივლია თუ ეს არ იცი რას ნიშნავს შენ ვერაფერს ვერ შეძლებ ეს რეალობაა სად არის საქართველოს პოლიტიკაში ვინმე ასეთი ფულის შოვნის ადგილებიდან მოვიდნენ ყველანი ჩვენ თუ გვინდა სისტემა ვიფიქროთ აი ამიტომ ამბობთ რომ ჩვენ გვინდა ვეთათბიროთ საზოგადოებას და საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს რომ გვერდსლებ ეს მეცნიერთა კონგრესი ვლაპარაკობს ეს პროგრამები გვაქვს ერთი მოგვასმენიეთ ეს რა პროგრამებია ესენი და გამოიყვანეთ პარლამენტში ეხლა მე ვინმე იტყვის რომ ხო გამოდით გამოიტანეთ აქ გამოტანა ერთია პარლამენტში რო დადგები ტრიბუნასთან ხო უნდა გაგიწიონ ის თქვათ აი ამ შემთხვევაში შეკითხვები იქნება და ესე იგი უნდა დაგარწმუნონ იმაში რომ ან მხარი დაგიჭირონ ან წინააღმდეგი უნდა იყვნენ ხო ეს ეხლა თქვა ტელევიზიის გამოსვლის დროსაც კი შეუძლებელი იქნება ჩვენ ვამბობთ იმას რომ მოდით აი ესეთი დისკუსიები გაიმართოს მიიღეთ მონაწილეობა თქვენი მეცნიერები სხვა და შევძლოთ არ უნდათ რატომ იმიტომ რომ როდესაც კარგად აქვს გამონათქვამი ძალიან ცნობილი ამერიკის და ნუ პრემიერ-მინისტრების ძალიან ბევრი ხელისუფალის ხელით ყველაზე მეტად გეშინოდეს ხელისუფლების სათავეში გაუნათლებელი ადამიანების მისვლა იმიტომ რომ ისინი განათლებულ ადამიანებს აღარ გაახარებენ. გამონათქვამი გახსოვთ თქვენ უშველოდ და დაუდგეთ გვერდში წესიერ და განათლებულ ადამიანებს, თორე უწესოები თვითონვე გაიკვლევენ გზასო. აი ეს არის რეალობა. ვინც ხალხს ატყუებს, ხალხის სათავეში ექცევა, ვინც ხალხს სწორს ეუბნება, მსხვერპლად იქცა. იგივე ხალხის და ხალხის მსხვერპლად იქცა უკვე ყველაფერი აქედან გამომდინარე. ეს არ არის მარტივი რაღაც ფორმულებს კი არ ვამბობ, რომ თითქოს აი ჩვენ ვიცით და არა, ეს არის რეალობა უკვე. ეხლა კანონი ჩვენ ადრე საუბრობდით ასეთ რამეზე, რომ ხელისუფლება თუ კარგად არ ავირჩიეთ, არჩევნების წინ ტკბებიან, არჩევნების შემდგომ მოკლედ გესლით ცხოვრობენ. ნახეთ თქვენ 1 ნოემბრამდე 40,000 შემოსავალი ყოველ მეორე ოჯახს ეხება ეს უკვე. ყოველ მეორე ოჯახს. რა არის? 5 სული თუ არის ოჯახში და იქამდეც რომ პენსიები რო გქონდეთ, პენსიები. წარმოიდგინეთ აი მარტო პენსიები რო გქონდეთ.
მარტო პენსიებით აღწევენ 1500 ლარს თვეში და წელიწადში ხედავთ რაზე ადის 20000-ზე და ერთი 1000 ლარიანი ვინმე თუ ყავთ კიდე დამთავრდა და რა გადასახადებია გაუნახებდებათ ყველაფერი შემოსავალი. ამიტომ რა მოხდება? გაიყოფა ოჯახები, გარედან შემოსული თანხა. ყველა ოჯახს ყავს ვიღაც გარედან რო აფინანსებს. ორი ადამიანი წასულია გარედან. ისინი რა თანხასაც აგზავნიან ყოველთვიურად წლის განმავლობაში 40000-ზე მეტია. რა გამოიმუშავა ვინმე რამე გააკეთა თუ გამწარდა ადამიანი წავიდა ქვეყნის გარეთ და თქვენ იმას ესე იგი კიდე ჟით. ისეთი კანონია ეს, რომელსაც თავის ძროზე რომ მიიღეს, მე რომან გოცელიძეს დაურეკე და უთხარი, აი თქვენზე რო წერენ, ივანე მითხრა რომ 20 წლის მიიღებული ეს კანონი, მე 3 თუ 2 კანონი პროექტი შევთავაზეო 3 წლის წინ, რომელშიც ვამბობდი რომ შესაძლებელია ესენი ყველაფერიო, მე პასუხობდაო ოცნებაო რომ ჩვენ ვიცით რომ შესაძლებელია და ჩვენ შევხვდით და კიდე უკეთეს და შენი არ გვინდაო. არც ჩემი მიიღესო და არც თვითონ გამოიტანეს არაფერიო. სამაგიეროდ არჩევნების ესეთი რამე ხო არ უთქვამთ. გამოვიტანეს არჩევნები. აი იმიტოა ჩვენთან რეალურად რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ეს თქვა რომ კანონი მიღებულია 20 წლის წინ. წინასაარჩევნო პროგრამაში დაწერა რომ ასე არ იქნებოდა. არც იციან. რატომ რომ არაპროფესიონალები არიან. რომელიმე პარტიამ არჩევნების წინა პერიოდში ილაპარაკა ამ პრობლემაზე? არა. ოცნება რომ არ ლაპარაკობდა გასაგებია. მაგრამ რისი პარტიები ხართ თქვენ თუ არ იცით თუ ეს ასეა? რეალობა ხო ესეთია რა? აი ნახეთ, აი პატარა იმაში ჩვენ გამოვდივართ დღეს და განსხვავთ რეალურ მდგომარეობას. მე ამას ჩვენ გვაქვს შესაბამისად პროგრამები ალტერნატიული და ვამბობთ იმას რომ თუ ესე იგი იმ პროგრამებს რომელიც შეიქმნა მესტიათა კონგრესში ხელს მოკიდებს რომელიმე პოლიტიკური ძალა ხელისუფლება იქნება თუ თქვათ ის ეროვნული თანხმობის პარლამენტი რომელიც შექმნაზე ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენ მზად ვართ ვაგოთ პასუხი იმას რომ 6 თვის შემდგომ ქვეყანა შეიცვლება 95%-ზე მეტი ადამიანი გახდება მოტივირებული ნიშნავს იმას რომ იმედი აქვს დილით დგება რატომ დგება იცის სად უნდა წავიდეს იცის რა ვიცი ლოთობაში კი არ არის და რაღაც იმაში არამედ იცის რომ თქვათ მისთვის უკვე სხვა ცხოვრება დადგა და მოტივირებული ადამიანი რომ 3000 ლარზე მეტი კონდეს ხელფასი ეს არის დღეს ვამბობთ ხმამაღლა რომ თავისი მინიმალური პენსიით და მინიმალური ხელფასით ადამიანი ქვეყანაში უნდა ყიდულობდეს 1000 ლიტრას აწვავს ბენზინს. ამიტომ ვამბობთ ჩვენ 3000 ლარს. აი ნახეთ როგორი ისინია რა ეს ესე იგი აი თქვენ აი ამისი დღეს ახლა ხო წამოვიდა ესე რომ ბიზინიავანიშვილის ძველი გამოთქმები. აბსოლუტურად ყველაფრის საწინააღმდეგო, რასაც ამბობდა ბიზინა ივანიშვილი 2011 წელს და 2012 წელს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს. ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ. მე მსგავსი რამ აი იშვიათად შემხვედრია და თანაც ყველაფერს უამართლებს. ნახეთ, მოისმინეთ, დევს უკვე უამრავი რამ გამოსვლები, მართლაც ახლა რომ მოიკრიბა ესენი ყველაფერი და რომ ნახეს უკვე დაინტერესებული არიან და ყოჩარ, ვინც ამას აკეთებს, ამოკრიბა მისი გამონათქვამი და თვითონ თავისი იმით ლაპარაკობს რა, ბიზინიავანიშვილი სასწაული რამეებია. აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგოდ. ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგოდ. პრემიერ-მინისტრი, ყველა პრემიერ-მინისტრი რომ მოვიდა იწყებდა იმას, რომ აი მოდიოდა პროგრამით, 10 წლიანი პროგრამა 2030 ბიზინიავანიშვილმა და შეადგინეს ვითომ 2030 ეხლა გამოდის ყობახიძე და ამბობს რომ ჩვენ ეხლა ინიციატივით გამოდივართ 10 წლიანი პროგრამა შევადგინოთ. წინ ღარიბაშვილი მოვიდა და როცა მობრუნდა თუ ადრეც 10 წლიანი პროგრამა და გამოიტანა, პრეზენტაცია გააკეთა, ერთი პარტია იყავით. კაი, კორუმპირებულია ისა ვთქვათ ღარიბაშვილი. კი, მაგრამ ღარიბაშვილის იყო ის 10 წლიანი პროგრამა, რომ მიიღეთ. აი ის იმაზე უარს ამბობ დღეს უკვე. აი ხალხო ხო გეუბნებით არა, რა სიბნელეში ბაცხოვრებენ. ჩვენ ესენი გეუბნებიან, თქვენ არავინ არ ახართ, არაფერი არ ახართ, ჩვენ რასაც ვიტყვით ეს არის, ესე იგი, ამას ვინ გეუბნება? ჩვენ დავიქირავეთ ხელისუფლება და ხელისუფლება გეუბნება, რომ თქვენ არავინ არ ახართ, მე ვარ ყველაფერი. ანუ ამას ეუბნებიან ხალხს, რომელიც ბატონ პატრონიანი. ვიმეორებ, რომ ასეთ სიბნელეში არც არასდროს ყოფილა საქართველო. არც სააკაშვილის დროს, არც შევარდნაძის დროს, არც
არავის დროს არ ყოფილა როგორ სიბნელეშიც ამ საინფორმაციო საშუალებებით მოაქციეს. ასეთ სიბნელეში. და ყველაფერს ამბობენ რომ ესე იგი აი ჩვენ ვებძვით კორუფციას, ჩვენ ინვესტიციები შემოგვაქვს. ტყუილია ყველაფერი, ტყუილი. სესხს იღებს ის კომპანია, ფული თავისი კი არა აქვს. სესხს იღებს და მოდის ამ ქვეყანაში. და ვიმეორებ რომ 80 იყო ბატონ დიდი მსტურუა ძალიან კარგი პიროვნება, რომელსაც საოცარი ურთიერთობები ჰქონდა ამ არაბებთან, შეიხებთან. და მან 93-94 წლებში, რომ 93-94-ში ჩამოიყვანა ძალიან დიდი შემადგენლობა არაბების საქართველოში. იცით როგორი გაჩვენება იყო? ქუთაისშიც იმერეთში ჩამოვიდნენ და გაზეთები აჭრელებული იყო არაბები მოდიან. შეიკრიბა მერე საბჭო, მეც ვიყავი ამის მონაწილე და ითქვა რომ მივცეთ ამათ საშუალებები და მაშინ ითქვა იმ გაჭირებულ მდგომარეობაში ითქვა რომ არ შეიძლება ეს ამის გაკეთება და ითქვა ერთი მაგალითი რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთ-ერთ პორტში 0.5% ყიდვის უფლება არ მისცა სენატმა ესე იგი არაბ ინვესტორს. კი რა თქმა უნდა იქ შეცვალეს თავისთან ყველაფერი ეს არაფერს არ ნიშნავს. სამაგიეროდ როგორ იქ აღარ იმ დეტალებში არ შევდივარ ახლა. მე გეუბნებით რომ როგორ შეიძლება რომ კომპაქტურად ქალაქი ააშენებინო. როგორ? თუ დუმვართ ქვეყანაში. მე შემირცხმენია ყველა ადამიანი ოცნების წევრი ხარ თუ მის გარეთ ხარ. აი რომელიც ამის გამო შეშფოთებული არ არის. შემირცხმენია ყველა ადამიანი. გაიარეთ ქუჩებში და ნახეთ არაბების შემოსევა. არაბები დიდი კულტურის ხალხია და არავითარი პრობლემა არ უნდა ქონდეს, მაგრამ დავით აღმაშენებელმა ევროპა გადაარჩინა. და საქართველო ამის ბრუნავს ალბათ საფლავში. დღეს ძალიან ბევრი ვინმე ამართლებს ამ იმას და ამათ უნდათ ომი, გარეძალებს უნდათ ომი, გარეძალები გთხოვენ ამას. გეხვეწებით. აი მისი ბატონი აბრალავა იყო ჩვენთან ერთად და მას უთხარი და ყველას გეუბნებით. გეხვეწებით, ვინც ამართლებთ იმით რომ თურმე ევროპაში და ამერიკაში ერთსქესიანები და ესენი თქვენ არ იცით არც ამერიკა და არც ევროპა. აქედან გამომდინარე. ეს მოგონებულია რომ შეაძულონ ხალხს. ძალიან კარგად გამოვიდა ამის წინ, რომელსაც ყველაზე მეტად ეკნობოდა ბატონი მაჭავარიანი. სააკაშვილის დროსაც დიდი ფიგურა იყო და მე ძალიან სერიოზული გახდა და იმან თქვა რომ 2011 წელს მე მითხრაო მანო ყველაფერი ის დღეს რასაც აკეთებს ეს ყველაფერი მაშინ მითხრაო და მარტო მე არ ვიყავი კიდე რამდენიმე პიროვნება დაასახელა მისი და ძალიან შემაშფოთებელი ანუ ამ პროგრამით მოვიდა ბიძინევანიშვილი რომ არავით არის ევროპა არავით არის ამერიკა და ხედავთ რა კურსი ავიღეთ ევროპასა და ამერიკასთან ბიძინევანიშვილი ვერ იმუშავებს აქ სხვა ინტელექტია საჭირო სხვა გამოცდილებაა საჭირო ადამიანი რომელმაც ფული ისე იშოვა როგორც მან ეს ევროპისა და ამერიკისათვის წარმოუდგენელია მიუღებელია კორუფცია არ არის იქ არის მაგრამ ამ დოზით ამ ზომით როგორც ამათ გააკეთეს ეს წარმოუდგენელია რომ იყოს იქ ამიტომ მათ აწყობთ ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა რომელთანაც მეგობრობენ დღეს ლაპარაკობენ რომ მადლობა ღმერთს ჩვენს ხელისუფლებაში ყველა კორუმპირებული არ ვართო ნუ ხო შეიძლება ჭკუიდან შეირღია რა ერთიც რომ იყოს ერთიც ყველ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამდენი კორუმპირებული რო გამოჩნდება რამდენი ასეთი კორუფცია რა მოჩნდება ხელისუფლება მიდის ესე იგი აი პარლამენტი რო იყოს დღეს ნორმალური და რო იყოს მრავალპარტიული იმპიჩმენტი დადგებოდა დღეს რომ იყოს რეფერენდუმი ჩატარების უფლება კანონი დღეს რეფერენდუმი ჩატარდებოდა ნდობის შესახებ ამ ხელისუფლებას ყველგან ეს რაც ითქვა ეს რა არის მაჩვენეთ ერთი მინისტრი და მაჩვენეთ ერთი დეპუტატი რომელსაც 100 და 200,000 დოლარი არ ხელში არ უჭირავს აგერ არ არის ჩახედეთ მის დეკლარაციებს ერთ-ერთი ქალბატონის იმას ვკითხულობდი ამისი ჭკუიდან გადავედი ესე იგი რომ საიდან როგორ რა განათლება აქვს
მომზადება აქვს თუ რა იმას ქონება აქვს საფრანგეთში ასეთ ადამიანს უფლებას არ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული სისტემა არის იმაზე აგებული რომ თუ დიდი ფულის პატრონი არ ხარ ვერ მოხდები ხელისუფლებაში და ვიცი ერთად იმაზე როგორც ამბობდნენ პიროვნება რომელსაც თუ ასეთი ჭკვიანია ფული რატო არ აქვს ბევრიო ამ ბიძინა ივანიშვილის გონია რომ ჭკუ არის ესე იგი ფული ანუ მასკი მათხოვრად მოგდა არაფერი მას არ ქონდა გენიალურია შეცვალა სამყარო ყველა ძლიერი ადამიანი და ვინც სამყაროში რაღაც სერიოზული განწყობები შემოიტანა არც ერთი ის არ იყო სოკრატე იყო მდიდარი თუ ვაჟაფშაველა იყო მდიდარი თუ ყაზბეგი იყო მდიდარი თუ ვინც რაიმე დატოვა ღირებული შოთა რუსთაველი თუ ვინ და ბიძინა ივანიშვილისთვის თუ ჭკვიანია ისა რა ქვია თუ კარგია და ძლიერია ფული რატო არ აქვს ფულია საზომი ჭკუა კი არა ფული შოვნას არ უნდა და ჭკუა ფული შოვნას უნდა და სკელი შუბლი არ იკადრებდა ადამიანი იმას რაც ამათ აქვს ფულიანებს ნაკადრი არ იკადრებდა ამას ხوارავი გეკამათებათ ხوارავი გეუბნებათ სამუშაო ადგილები შეგვეით ხალხ სამუშაო მეძი დაიცალა ქვეყანა და გარედან ურავინო შემოყავთ თუ რაიმეს თავი გაქვთ რა პრობლემაა 6 მილიარდი ამდენი ვისა გაქვთ იმაში პარლამენტში 200-300 და 400 და 500 მილიონი გაქვთ თითოეულ ზანგარიჩებზე და გაქვთ იმის მაშინ და ააშენეთ ის რასაც სხვები მოყავთ და პორტი თქვენ ააშენეთ და გააკეთეთ და ქვეყანას აჩუქეთ ესა და ის ვარ ამდენი მილიარდი მაგვაქვსო კი მაგრამ არაბები უნდა მოიყვანო აქ ან თუ რომელიმე ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს რვაათასზე მეტი მშენებლობის უფლება არის გაცემული თბილისის მერიის მიერ უცხოელებზე თბილისში რომ დააშენონ რაღაცა 800-ზე მეტი ნებართვა რა ის იმას სარაიას აშენებს ამას ფიქრობთ კორუფციის მეკითხარით რომ კორუფციის ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ კორუმპირებულს ვეღარ გაუშვებთ თანამდებობიდან ჩვენ ძალიან სერიოზული დაფიქრება გვმართებს ხალხში ეს სხვა რაღაცა არის აი განათლების კანონს და რამეს როგორც იღებენ ნუ ეს უკვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არაერთგზის მეცნიერებმა შეთავაზეს ხელისუფლებას და უთხრეს რომ თუ გინდათ ხალხში რა განწყობაა იცოდეთ ჩამოდით მანქანებიდან და იარეთ ხალხში დაჯერით მეტროში ავტობუსში ვინმეს უნახავს ხელისუფალი და არა ცნობილი მეცნიერების და არა მარტო სახელმწიფო მოღვაწეების გამოთქმაც როგორია განვითარებული არის ის ქვეყანა კი არ არის განვითარებული სადაც ესე იგი ღარიბებს მანქანები ყავს სადაც მდიდრები სამოქალაქო ტრანსპორტით დადიან სადაც მდიდრები და ხელისუფლების წარმომადგენლები სამოქალაქო ტრანსპორტით დადიან. მაჩვენეთ ერთი პიროვნება. ერთი რომელიც ამას აკეთებს. ხელისუფლებაში მიდიან 2-3 რამისთვის. პირველი არის ის, რომ თუ ფული აქვს, ფული შეინარჩუნონ. ფულს ხარჯავენ, ეუბნებიან, ფული დახარჯე, მერე აგაშენებინებთ ერთ-ორ სახლს თბილისში 10-12 სართულიანს და $300-400 მეტი არ იჯდება 1 კვადრატული მეტრი. ყიდიან როგორ? $2000 და მეტი. ქართველი ამას არ ყიდულობს კიდე. ყიდულობენ უცხოელები. და ამას ქვია პატრიოტიზმი. და ამას ქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩაგადით რაიონებში და გეტყვიან, ამას ვინ აშენებს? სახლს. კონკრეტულად გეტყვიან ეს დეპუტატი, ის დეპუტატი. და მიდით და ნახეთ,
საკრებულოებში ვინ არის არჩეული? ყველანი გეტყვიან რომ იმფულიანის მამაა ისა შვილია მისი რაღაც და ამ შემდგომ რა უქენით ამ ქვეყანას? ყალბი ეროვნული პათოსი რომელიც აპოგიას აღწევს ხელისუფლებაში, ყალბი ეროვნული პათოსი. დემოკრატიის თამაში, სოციალური დემაგოგია და ელიტარული კორუფცია. 4 რამ, რაზეც დაფუძნდა 21 საუკუნის ქართული ფეოდალიზმი. ყალბი ეროვნული პათოსი, დემოკრატიის თამაში, სოციალური დემაგოგია და ელიტარული კორუფცია. ამ 4 საყრდენზე დაშენდა 21 საუკუნის ქართული ფეოდალიზმი. ამაზე დაშენდა ეს ხელისუფლება, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, დიდარი მონების ხელისუფლება. დიდარი მონების. დიდარმა მონებმა შექმნეს ფეოდალური სახელმწიფო 21 საუკუნის ქართული ფეოდალური სახელმწიფო. დიდარმა მონებმა. დაწყებული მონაა ყველა ბიძინევანიშვილის ჩათვლით. გააჩნია ვინ ვისი. იერარქიის მიხედვით. საქართველოში ყველა ბიძინევანიშვილის, ვინც მის სისტემაშია. და ბიძინევანიშვილის ხვისი გარეთ. და ვის დავალებებსაც ასრულებს. ჩვენ ბევრ რამეზე ეს არ არის მარტო ის რომ გამოვიტანოთ ეს თქვა და რაღაც გული მოვიეხოთ. ჩვენ ვამზადებთ ძალიან სერიოზულ პროექტს, მაგრამ ეს ასე არ იქნება რომ ჩვენ მოგვეცით ხმა, ჩვენ მივალთ და ჩვენ შევცვლით. სასაცილოა ყველა. სასაცილოა ყველა. ყველა გაერთიანება რომელიც შეიქმნა და ცოტა ხანი კიდე თუ ასე გააგზელეს, მაგრამ იმათ ძალიან ბევრი ყავთ ისინი უყურებენ, ხარდამჭერები ყავთ და რაღაცა და ამ შემდგომ ეს ბიძინევანიშვილის დიდი ის არის. რა ქვია ეს ხარდაჭერა, სერიოზული ხარდაჭერა ბიძინევანიშვილის და აი აგერ ჩვენ აი ამის წინ ერთ-ერთმა პიროვნებამ დაწერა ის, როდესაც მე გაუგზავნე, ისინი გამოაქვეყნა რომ თითქოს ის იყო რომ მე ყოველგვარი იმედი დავკარგეო. ყოველგვარი იმედი დავკარგეო. და მე გამოაქვეყნე და დღეს ხმამაღლა მინდა ეს თქვა რომ ესე იგი ოცნებას ამარცხებს მხოლოდ იმედი. უიმედობა უხანძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას. ხელებ ჩამოშვებულები ნუ ვართ. ნუ ვართ ხელებ ჩამოშვებულები. რა გვაქვს ხელების ჩამოსაშვები? გვაქვს პროგრამა, არსებობს მეცნიერთა ძალიან სერიოზული გუნდი, 500 კაცი, როგორც მინიმუმ. ამ ადამიანებმა კაპიკებს იღებენ, ვისაც შეუძლია და ქართულ ტივის მერაბ ბერძენიშვილის, ზეზო ჩხეიძის, ანზორ ერკომაიშვილის და ამათ დავალებებს ასრულებენ და ამბობენ იმას, რომ თავი მოვიკლათ და შევქმნათ ეს ყვარბებზვით. მეცნიერთა კონგრესი არ ებზვის არავის. მეცნიერთა კონგრესი იბძვის საქართველოსთვის. მეცნიერთა კონგრესი ამბობს იმას, რომ გადასარჩენია ბიძინევანიშვილიც და გადასარჩენია ყველა ეს პოლიტიკური ძალებიც, მაგრამ ამის გადარჩენა ხდება ერთი საარჩევნო პერიოდი ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნით. რომ პროფესიონალთა პარლამენტი, ავტორიტეტული პიროვნებების პარლამენტი და კიდევ მეორე ნაწილი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო კაცების საკრებულოს, მართალი ტელევიზია, ყველაფერი ესენი სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდება, ეს იქნება ისეთი რამ, რომ საქართველოს ძალიან მოკლე პერიოდში ცხოვრების დონით იქნება პირველი. ჩვენ და რეიტინგებზე ლაპარაკობენ და განათლების დონე 45 ქვეყანაში არ შევდივართ, პირველი უნდა ვიყოთ, პირველი. პირველი უნივერსიტეტი, ფაზის უნივერსიტეტი იყო სოფლიოში, რაც კი შეიქმნა.
რომელი ფრანგული ჩვენთან იყვეს პირველი პარლამენტის ნიშნები თამარ მეფეს ჰქონდა, როდესაც დარბაზი შექმნა. აკადემია ვინ შექმნა? რამდენიმე აკადემია, გელათის აკადემია, იყალთოს აკადემია. დავით აღმაშენებელმა ყველაფერი ჩადო, სულის და გულის ნაწილი, რომ გელათის აკადემია ყოფილიყო ერთ-ერთი უძლიერესი. და იოანე პეტრიცი საიდან ჩამოიყვანა? ჩვენ დღეს ბევრ სხვა რამეზე გვაქვს საფიქრალი, რომელიც და არავით არის ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ხმამაღლა გულწრფელად გეუბნებით, რომ მე რო ღარიბაშვილის დამცველი გავხდებოდი, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად კი არა, ვამბობდი რომ ჟიული შარტავა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მის პირობებში ჟიული შარტავა თქვათ ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს პრემიერ-მინისტრები და მინისტრები არიან, ინსტრუქტორად ვერ მოხდებოდნენ პატარა რაიონში. ინსტრუქტორად. ესენი გახდნენ ყველაფერი, ვინ გააკეთეს, მე გავაკეთეს. სისტემა რომ იყოს ქვეყანაში, სისტემა ამას არ დაუშვებდა. სისტემა, რომელიც არის ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნით, წერია პირველ ეტაპზე, ვინ არ უნდა იყოს აი ამ პარლამენტის შემადგენლობაში. არც პარტიიდან პარტიაში მორბენალი, არც ვინც ბიზნევანიშვილის მიერ ფინანსდებოდა, სოროსის მიერ ფინანსდებოდა, ვინც უცხოეთიდან ფინანსდებოდა, ვინც რუსეთიდან ფინანსდებოდა. არავინ არ უნდა იყოს. იქ ჩამოყალიბებულია ძალიან ბევრი რამ, ვინ არ უნდა იყოს იმ შემადგენლობაში, რომელიც იქნება ეროვნული თანხმობის პარლამენტი. ესენი უნდა იყვნენ ნაღდი პროფესიონალები, სუფთა ადამიანები. 4 კრიტერიუმით: ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება. წესიერების გარეშე ინტელექტიც და ყველაფერი ძალას კარგავს. აი ესაა მთავარი პრინციპები. და ქვეყანა იქნება წარმოუდგენელ იმას კუსნაბიჯებით კი არ ივლის და თუნდაც ხარის ნაკვალევი ორივე ერთის კარგი იყო და მეორეს ირიმის ნახტომი ექნება. ქვეყანაში ეს ცნობილია ისტორიულად და მithkoms და ეკაც გავიმეორებ, რომ სისხლი, ცრემლი და ოფლი, ოფლზე აშენდა ყველა ძლიერი ქვეყანა. სისხლზე, ცრემლზე და ოფლზე. ჩვენდენი სისხლი არავის დაუღრია. ჩვენდენი ცრემლი არავის დაუღრია. მაგრამ ჩვენ ოფლის დაღვრა აღარ გვინდა. მუშაობა აღარ გვინდა. რატომ? იმიტომ რომ мотивация არ აქვს მუშაობას ქვეყანაში. და ლაპარაკობენ მუშახელი არ არისო. წავიდა ქვეყანა გარეთ. და წავიდა გარეთ რატომ? იქ ძიმე პირობებში მუშაობს. საქართველოში ვერ იმუშავებდა? იმუშავებდა, მაგრამ რა ხელფასები აქვს? 3000 ლარზე ნაკლები ხელფასი სადაცაა დღეს ქვეყანაში, ის მონება დამუშავებენ ამ ხალხს. ეს ჩემი განმარტება არ არის და ეს მარტო მეცნიერთა კონგრესი არის სოფლიოს გამოცდილება. სად არის 3000 ლარიანი ხელფასები? ვიღაცას პარლამენტში აქვს მარტო და ბანკებში და პარლამენტარები და ბანკირები და ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ ერთმანეთს ებრძვიან და აი ვინა ბანკირები არიან ძირითადად რომლებსაც არიეს დარიეს ეს ქვეყანა. რა პენსიონერების ბანკი სადაც არის, იქ რო კორუფციაა დიდი, ეხლა გებულობთ ამას ნახეთ ერთი რა პირობები დააძლევდნენ სესხს. ვითომ შეამსუბუქეს და რა პირობები დააძლევენ დღეს სესხს. მე მაქვს აღებული როგორც თქვა დეპუტატს ყოფილს აღებული მაქვს 500 ლარამდე, მეგიც დაიტოვეს 200 თუ 4800 ლარი, ვიხდი 7-8 წელია. და ესე იგი ძირი დარჩენილი მაქვს კიდევ თითქმის იმდენი რაც გამოვიტანე. მეტი კორუფცია რა გინდათ? აი რო არ იყოს იმის ნათქვამი, აგერ რომ იდევს აი იმის ისა, ტყუიდან გადახვალ ადამიანი რა. 2018 წლიდან დავიწყე ხომ ფული შეტანა და დღეს მომიწევს, ესე იგი პროცენტი მომიწევს 9000 ლარი რო გადავიხადო და ძირი როგორც გითხარით 5000 ლარი, 9000 ლარი იქნება პროცენტი.
დღევანდელი მდგომარეობით დარჩენილი მაქვს წარმოუდგენელი დარჩენილი დავალიანება 2000 ლარამდე 7 წელია 8 წელია ვიხდი ყოველთვიურად რამ ამაზე მეტი კორუფცია და ეს არ იცის იმანა რა თვითონ ბიზნესმენის ბანკია ეს და იმედის ხელმძღვანელის ბანკია ჭკუას გვასწავლის აქეთ ერთ-ერთი კორუმპირებული კაცი რომელმაც თურქეთის სესხები აიღო ჭყონია იგიც კი სახტად დარჩა რომ იწვიეს იქ ასეთი კორუფცია ვერც კი წარმომედგინა რომ შეიძლებოდა ქვეყანაშია მან რო არ იცის რა არის ეს კორუფცია და ისიც კი გაგვირებული დადეს ესენი ატარებენ კონცერტებს და ხალხს გონია რომ ვინმე რაღაცას იმის წინააღმდეგ იბრძვის სისულელია ბატონებო ეს ყველაფერი არავითარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ამ ქვეყანაში არ არის აბსოლუტურად არავითარი და ამას არ უნდა წამოვეგოთ რაც არის ეს არის ერთი კორუფციული კლანის შესვლა მეორე კორუფციული პლანით მე აქ წერ დღეს რომ ხელისუფლების კორუმპირებულობა არ მაგვირებს ვიცოდი უარესია ვიდრე გვიჩვენებენ მაგვირებს ინტელიგენციის დუმილი და ხალხის რეაქცია არის 0 მერე რა როგორც ერთმა პიროვნებამ ძალიან ისეთმა ხონში ცხოვრობს სხვადასხვა და რამდენიმე ხნის წინ 6 სახლი აქვსო მინისტრო და მერე რა ამდენი ხანია ხელისუფლებაში რო ხარ სახლი როგორ უნდა ააშენო იმ ხელფასით ასეთი უტვინოები ვარ ჩვენ მე მაგალითად გამოდის ეხლა რომ მართლა მწვენია ვიღაცა შვილის და ახლობლების რომ мама პაპისეული სახლი და ყველაფერი დახატაღებული და ყველაფერი ამ იმაში გვიდევს იგი მე თქვენ სახლები 10 და 15 და 20 სახლი გაქვთ მანქანები და კურორტები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ და მე мама პაპისეული სახლი და არაფერი არ მაქვს ესე იგი რა ტვინი არ მქონდა განათლება არ მქონდა და თუ რა უბრალოდ ვიცოდი რომ ფული არ უნდა მომეპარა თქვენ ვინც მოიპარეთ ფული იმათ გიჭერენ ხარს ადამიანები და გიკრავენ თავს რატო იმიტომ რომ შეერ და დაუძლურებელ ქვეყანაში სიკეთე გათითოქაცებულია და პურის ფულ იმას ვინც გაძლევთ ერთხელ თქვი და გავიმეორებ რომ მე ვეკითხები იმას კარგი კი ბატონო ვიღაცა მიშოვა 6-7 მილიარდი და დახარჯა თქვა 100 მილიონი 200 მილიონი ჰუმანიტარული რაღაცა რომელი უფროა ის რომ თვითონ რო არაფერი გაკეთებია და სამი ბინა რომელიც მე მომცა ოფიციალურად ქვეყანამ ჩემი ცხოვრების მანძილზე ერთ რექტორს ვაჩუქე მაგალითად უას მეორე არჩილ კოსტავას რომ რექტორი ყოფილიყვნენ ქუთაისში ძლიერები და ოთარ მამფორია რომ ჩამოგვიყვანა ქუთაისში მწერალი და რაღაცა იმას ეგ რომელი უფრო დიდი ის არის ხუმარული მხარდაჭერა ხალხისა და ადამიანების არაფრის მქონემ გავაკეთე ეს თუ 6 მილიარდი რომ მოიპარე და 7 მილიარდი და იქედა რომ 100 მილიონს არიგებ გადაბრუნდა ეს აზროვნება ამის იმაში და რატომ იმიტომ რომ ყველა გახადეს კორუმპირებული ყველა ამ კორუმპირებული არა იმდენად ფულს მიაგეს ყველა აკადემიკოსი ფულს მიაგეს წერალი ფულს მიაგეს ხატვარი ფულს მიაგეს ყველა მიაბენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ასე არ წამოეგენა. ეს სიმდიდრეა ქვეყნის. უბრალოდ გარკვეული ჯგუფი მესიართა კონგრესში ჩვენ ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, აი რომელთა ერთობა იქნებოდა ხალხი ძალიან კარგი. და ამ ძათათბიროდაც გამოგვაქვს ეს რომ თქვა რამდენიმე პიროვნება რომ სახელდება იცით თქვენ ესენი რომ წინ დასახელებულია ძალიან ბევრი ადამიანი ამ იმაზე, მაგრამ აი რაღაც თუ ეს ადამიანები არ შეშინდებიან და შეიქმნება რაღაც სერიოზული კიდევ ერთხელ ვიმეორებ გვირთვი რომ აქ ხوارი ლაპარაკი დღეს თუ არა ოცნება ვინ მეორე ხალხი არ თუ არა ნაციონალური მოძრაობა ვინ არც ერთი და არც მეორე ამ ორის არსებობამ დაანგრიეს ქვეყანა
ადამიანები გადაკიდე ერთმანეთს. ამათ რო ღირსება კონდეთ ორთავი პარტიის ლიკვიდაციას უნდა აკეთებდნენ. ღირსება რო კონდეთ. და იბრძვიან კიდე ერთმანეთისთვის. ბიძინა ივანიშვილი რომ არ არსებობდეს ნაციონალური მოძრაობა. ოცნება ვერ იარსებებს. ოცნებას უხანგრძლივებს ცხოვრებას და პოლიტიკურ არეალს უხსნის სწორედ ნაციონალური მოძრაობა. აბა ის გუნდი რომელსაც ხალხმა დაასახელა და მეცნიერთა კონგრესის პრინციპებზე იქნება, იქ სად გამოჩნდება, იქ ნაციონალური ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას გამოჩნდება არარაობად. მაგრამ ვინ გაძლევს საშუალებას რომ მოიყვანო იმ ხალხს აშინებენ, არ შეხვიდეთ, იმას ეუბნებიან, ამას ეუბნებიან, რაღაც ათასნაირი რაღაცეებით და ჩვენ გაბედულად წავალთ ამ იმაზე და ხალხს ვეთქვით, ხალხმა დაინახოს, ვინც დასახელდა, შიშრები ვინ არიან იქ? ვინც დარჩება, ისინი საკმარისი იქნებიან, რომ ქვეყანა შეცვალონ. იმ 200 კაციდან 30 კაცია საკმარისი, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს. მაგრამ ეს არ იქნება ნათესაობით და მეგობრობით არჩეული. ეს მართლაც იქნება ეროვნული თანხმობა და ეს იქნება საზოგადოებრივი პარლამენტი. შევადაროთ მე ეს პარლამენტი და ეს პარლამენტი ერთმანეთს სად უფრო ინტელექტია, სად განათლებაა, სად წესიერებაა და სად არის მომავლის ხედვა. მოკლედ, ქვეყანა არის კორუფციულ ჭაობში. ვისა აქვს ამის თქმის უფლება? დღეს მეცნიერთა კონგრესს გამოკვეთილად. რატომ? იმიტომ რომ დაახლოებით 20 წელზე მეტია, რომელი 20 წელი შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული მეცნიერთა გარკვეული ჯგუფები პატარ-პატარა და იკრიბებოდა, მუდმივად იყო საუბარი ერთ რამაზე. ქვეყნის გადარჩენა არის არა ადამიანების დაჭერაში, არამედ ანტიკორუფციული სისტემის შექმნაში. მართვის სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი, მართალი, წესიერი. აი ეს არის ქვეყნის გადარჩენა. ვის აქვს დღეს უფლება ილაპარაკოს კორუფციის წინააღმდეგ? ვინც არ გაქცეულა ბიძინა ივანიშვილთან, ვინც შევარდნაძეს ფეხფეშ არ გაგებია და ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს მიშა-მიშას არ იძახდა და პარტიიდან პარტიაში არ დარბოდა. ყველაზე კორუმპირებული ფული აიღი, არ აიღი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არ არის ვოლსკის პიროვნება, რომელმაც არ იცოდეს, რას ნიშნავს კორუფცია. რომელმაც თქვა, რომ მადობა ღმერთს, რომ ხელისუფლებაში არ არიან. მე ეჭვი მეპარება. თქვენი ძმაკაცები არიან ძალიან დიდ თანამდებობებზე და ეხმარებით თქვენი ბიზნესმენებს. ეს არ არის კიდე თავარი. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ ბიძინა ივანიშვილმა კორუფციული სისტემა შექმნა, მაგრამ შიგნით ხართ. არ გამოდიხართ იქედან და ხმამაღლა ვერც ამბობთ ამას. ეს დუმილი ნიშნავს მხარდაჭერას, კორუფციული სისტემის მხარდაჭერას. არავით არის უიმედობა. არავით არის. ოღონდ უნდა ერთი რამ გაჯდეს ძვალსა და რბილში. ყველა ვინც გაიდახის, რომ მე გადავარჩენ ქვეყანას, იმისკენ გახედვაც კი არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების მიერ. ყველა არა მარტო პიროვნება, რომელიმე გუნდი, პარტია, რომელიც საზოგადოებას ჩვენთანაა და მოდით ჩვენთან. მეცნიერთა კონგრესი განსხვავდება ყველასგან ერთი რამით. ყველა გაიძახის, გადარჩენა არის ჩვენში. მეცნიერთა კონგრესი ამბობს, გადარჩენა არის ხალხის და მეცნიერების ერთობაში და როდესაც ყველაა ჩართული ესე იგი აი ჯანსაღის სისტემის შექმნაში. ეროვნული თანხმობის პარლამენტს ქმნის პარტიების თანამშრომლობა და ხალხი ამბობს საბოლოო სიტყვას. აი ნახეთ, ეროვნული თანხმობის პარლამენტში ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს, ყველა რეგიონს თავის წარმომადგენელი უნდა ყავდეს. ჩვენ ხარ ვამბობთ, რომ აი ჩვენ შევიკრიბეთ ახლა მეცნიერები და იქ უწესრიესი ადამიანები არიან, უსუფთავესი ადამიანები. დავით გარეგაშვილზე დიდი გამოცდილება ვის აქვს? ბატონი ალექსანდრე კასაძია, ნახეთ გამოცდილება უცხოეთში და ჩვენთან ყოფნის ვის აქვს? აი კაჭარავასთან ერთად აი ჯანსაღი სოფლების და მშენებლობის. ახალგაზრდა კაცია,
ესე იგი ბატონი გიორგი არ მინდა ყველა იმას შევეხო, მაგრამ აი ხლა ქმნის პლატფორმას, რომ ჯანსაღი პროდუქტების ის რომ იყოს და ვინ არის ამაზე წესიერებით, გარანტებით, ცოდნით, ინტელექტით, ყველაფრით გამორჩეულები. და რატო უნდა ვიყოთ თქვა აი იმაზე, ან თუნდაც ის რაც არის აი რომ ჩამოყალიბდა ეს გვარები, გეკითხებით ყველას რომ ვინ არის ამაზე უკეთესი თქვა დღევანდელ პარლამენტში, რომელიც პირველივე იმას ჩამოყალიბდა, ლადო ჭანტურიას წინვე დაუდგება ვინმე. უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პიროვნება გვყავს. ნამდვილი დოქტორი და განათლებული კაცი. თვითონ თუ არ შეშინდება და თუ არ გააჩერებენ ესენი, მაგრამ გაანადგურებს ყველა საკუთარ თავს, ვინც შეუშინდება იმას, რომ ხალხი რო დაასახელებს და იტყვის, რომ მე არ მინდა მან და მან რა მინდა. და ერთმა მითხრა, რომ მე რა მინდა მანდოსა და მე ვინ მომწონს, იმაზე კი არ არის საუბარი. და თქვენ ვინ მოგწონთ? საზოგადოების ყველა ჯგუფს თავის წარმომადგენელი უნდა გყავდეს. ეს არის პლურალიზმი, ეს არის ეროვნული თანხმობის პარლამენტი. აბა ერთპარტიული პარლამენტია და ერთი აზროვნების და ერთი კაცის მორჩილი პარლამენტია ამ ქვეყნის მომავალი და პროგრესი. ეს არის დამხობა ქვეყნის. ბევრი პიროვნება, ვინც აქ თქვა ლადო პაპავა გინდათ, რამაზ გახობიძე, ჯერ ასაკინახეთ, სხვადასხვა ზურაბ ხონელიძე, რექტორი იყო, გურამ ქართველიშვილი, ეროვნული კაცი. გურამ ქართველიშვილს კუდი რო შეუგდო პარლამენტში არ შევა, მაგრამ გურამ ქართველიშვილს უნდა თუ არ უნდა, ამაზე კი არ არის დამოკიდებული. ხალხს უნდა გურამ ქართველიშვილი. ხალხს. და ვერც გურამ ქართველიშვილი ვერ უნდა წავიდეს სინამდვილე საოცარ რამეებს აკეთებს. ეროვნული კაცია. ნიკოლოზ შხეიძე ამერიკაში დღეს არის ტრამპის პარტიის ნიუ-იორკში თავმჯდომარე, აი ნიუ-იორკის პარტია ერთ-ერთი დიდი ფიგურაა. უგანათლებული ეს კაცი და როგორც წესიერ ოჯახთან დაკავშირებული პიროვნება. გია კვაშილავა. ნახეთ, როგორი განათლებული და როგორი მომზადებული და აი ქართული ენასთან დაკავშირებული და ქართულ ცნობიერებასთან მთელი მისი ოჯახით. კახა შენგელია ისევია, კუდი რო შეუგდო პარლამენტში და მაშინ არ უნდა, მაგრამ ეს კახა შენგელიას უნდა არ უნდა, ამაზე კი არ უნდა იყოს. კარგი გამონათქვამია, ვინც პარლამენტისკენ გარბის, იმას ეჭვით უნდა შევხედოთ, მაგრამ ვინც პარლამენტში გჭირდება, იმას უნდა შევეხვეწოთ. უნდა შევეხვეწოთ დადო ჭანტურიას, უნდა შევეხვეწოთ კახა შენგელიას, უნდა დაუჩოქოთ და შევეხვეწოთ გურამ ქართველიშვილს და ძალიან ბევრი ვინმეს. აი ვინც აქ ბევრია კიდე აქ ჩამოყალიბებული, თქვა აი გვარები, აი გიორგი თანდილაშვილია ეს ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც არის ანა ძაძამია, ახალგაზრდა სტუდენტური პარლამენტის სპიკერი გახლავთ. დავით გალეგაშვილი, ერთ-ერთი მართლაც უგამორჩეულესი პიროვნება და დიდი გამოცდილებით. მინისტრის მოადგილეობიდან წავიდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეობიდან წავიდა, როდესაც დაინახა იმას, რომ აქ ქართული საქმე არ კეთდებოდა. ლუკა კაზანჯი, ეს არის საოცარი პიროვნება, ალექსანდრე კასაძე გითხარით, ზურაბ კუმსიაშვილი, რომელიც არის ექიმი და ნუ აი ეგერ მეოთხე ბაზის წყალი მიიღო და რაღაც სასწავლო რამეებს აკეთებენ. ეს არის პირველ ეტაპზე ვინც დასახელდა. უამრავი კიდე ამის გამგრძელებელი და ისინი აი ყველას უკან რაღაც დიდი საქმე დგას. ფული კი არ დგას. საქმე დგას, საქმე. ექსპერიმენტი ტარდება ზურაბ კუმსიაშვილის ოჯახში ჯეჯილთან დაკავშირებით. და სასწაული შედეგები იქნება ალბათ. და გარკვეული ჯგუფი ექსპერიმენტს ატარებს 1 გექტარზე, სწორედ ისაც გააკეთა ესე იგი გია გახოგიძემ და ამ ჯგუფმა, ამ გუნდმა შეძლო ის, რომ თქვათ აი იყოს ჯანსაღ პროდუქტებზე საუბარი. ჯანსაღი პროდუქტისთვის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოს სულიერი მისიის შესრულებისთვის. ვინც დღეს ქიმიას ყიდულობს, ქიმიას აყრის 20 ჯერ მეტი პესტიციდი და ქიმიური ნივთიერება იყრება ჩვენთან 1 გექტარზე, ვიდრე ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. მიწას ამლავენ ჩვენთან. ამის შეჩერება ხო არის საჭირო? ხელისუფლება რას აკეთებს დღევანდელი? მიწებს ყიდის.
და ამით უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება. სამუშაო ადგილს კი არ ქმნის თვითონ. მიწებს ხიდის. ყველა წაგლიჯა საქართველოს, ესე იგი ის რასაც უნდა ვეფერებოდეთ. ზოგმა ხუმუსი გაკიდა, ზოგმა მიწა გაკიდა, ზოგმა ჰაერი გაკიდა, ანუ ესე იგი კოსმოსის გაკიდა, ზოგმა ზღვისშერის უფლება გაკიდა შავ ზღვაში. ყველა ზოგმა ტყეები გაკიდა, ზოგმა მდინარეები, ზოგმა რიონის ხეობა გაკიდა და ვინმეს გონია რომ რიონის ხეობაში რო არ შენდება, იქ თურქებს აყიდეს ტერიტორიები, ის მათია. ვერც ვერავინ ვერ წაართმევს. კატასტროფულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ოცნება. და ჭკუას გვასწავლიან, კიდე აქეთ გამოდის პრემიერ-მინისტრი დღევანდელი და კიდევ ლაპარაკობს, რომ ისინი უნდა ავაშენოთო, ხესები უნდა ავაშენოთ. გამოფხიზდეთ, ქვეყანას გვართმევენ. ხელისუფლებებს ხალხი ღუპავს. რით იმის უფლებას აძლევს, რისი უფლებაც არა აქვს მათ. და ხელისუფლება, ძალაუფლება ძალიან მატყუარაა. თუ ხალხი არ გაკონტროლებს, შენ უკონტროლო ხდები თვითონ. ამიტომ ყველაზე ჩვენ რატო გადავინახეთ საზოგადოებაზე? ნებისმიერი ხელისუფლების გადარჩენა ხალხთანაა დაკავშირებული. ბიძინა ივანიშვილი არავინ არ ყოფილა ისე საქართველოს ისტორიაში გადასარჩენი, როგორც თვითონ ბიძინა ივანიშვილი. ბევრი კარგი აქვს გაკეთებული და გადასარჩენია, მაგრამ თვითონ არ თulis ესე. მაგრამ დრო რომ გავა ყველაფერი დადასტურდება. გადასარჩენია ყველა დღეს ქვეყანაში. მივხედოთ ერთმანეთს, ვიბრძოლოთ არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. ესაა მთავარი, ესაა უპირველესი, ესაა უნიშნულოვანესი. ამით განსხვავდება მეცნიერთა კონგრესის სხვა ყველასგან. ჩვენ არავის არ ვაგინებთ, არავის არ ვლანძღავთ, ყველა თაობაში, ყველა პარლამენტში იყვნენ საინტერესო ადამიანები, ჩვენი ამოცანაა რომ შევკრათ ეს. და აი ამ წიგნში, რომელსაც ხშირად ვასახელებ, და აი ამ ორ წიგნს სად არის, რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს ესეთი ისინი გაკეთებული, მე აღარ ვლაპარაკობ, თქვათ აი ეს წიგნი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. ამაში არის ჩამოყალიბებული, რომ პირდაპირ წერია, რომ ყველა ხელისუფლებაში იყვნენ საინტერესო ადამიანები, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ აი ეს ადამიანები როგორმე შევკრიბოთ და როგორმე შევძლოთ. აი ამაში ისეთი პროგრამული ელემენტებია შემოტანილი, დააგვერდით. ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები, ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ მთავრობებშიც. ჩვენი ამოცანაა საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძდოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა თუ დაბრუნება. დააგვერდით შემდგომ მე კიდე როგორ არის, ჩვენ ვსწავლობთ და ვაანალიზდებთ ცნობილი მოღვაწეების, მეცნიერთა, ხელოვანთა, პედაგოგთა, ექიმთა, სპორტსმენთა მოსაზრებებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია და ამას ვატყალიბებთ ეტაპობრივად და აი შევქმნით ეს პროგრამა, რასაც ქვია საქართველოს ინტეგრალური რესურსები. და ერთ პუნქტს ავიკითხავ კიდე, ჩვენი პოზიცია პრინციპულია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მომრჩეველთა თითქმის ნახევარზე მეტი გასულია ქვეყნის გარეთ და ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დიდწილად უნდა უმადლოდეთ, რომ თუნდაც უარეს მდგომარეობაში არ ვართ, მიგვაჩნია, რომ მათ უნდა გქონდეთ საშუალება საქართველოს პარლამენტში ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები. დიდი მუშაობა გავწიეთ, მოვიძიეთ ასეთი ადამიანები, ვისაც კარგი ურთიერთობები აქვს ამ ქვეყნების მოსახლეობასთანაც, ხელისუფლებასთანაც და დიასპორაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს პროცესი გრძელდება, მაშინ ჩართვა ყველას შეუძლია. ამიტომ აი ნახეთ, ეს რომელ წელშია დოკუმენტი, რომელიც მიღებულია, ესე იგი ჯერ კიდევ სააკაშვილის დროსაა თავარი დოკუმენტები, მერე იცვლებოდა გარკვეული, დაკვეცა ხდებოდა ყველაფერი და შესაბამისად დროის მიხედვით ცვლილებები შედიოდა და ეს თვითონ ეს წიგნი, რომელზეც დღეს ვლაპარაკობ, 2018 წელშია გამოშვებული. მაშინ თქვენ ძალიან ბევრი ნაციონალური მოძრაობის ოცნების მომღერლები იყავით. დღეს რომ გამოდიხარ და აკრიტიკებთ. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ვინც თქვენ ბიძინა ივანიშვილი გააკოჭეთ
დაუდექით გვერდით და აქეთ და ადიდეთ, ცოტა ხანს უნდა გაიწიოთ გვერდზე. ცოტა ხანს კი არა, სერიოზულად უნდა გაიწიოთ გვერდზე. ბიძინევანიშვილის ფულებში რო ირჩებოდით, მაშინ კარგი იყო ბიძინევანიშვილი. ჩვენ ვღუპავთ ხელისუფლებებს, ვიდრე პრინციპი არ დამკვიდრდება ქვეყანაში, რომელზეც მეცნიერთა კონგრესი ამბობს. ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ხელისუფლებას მართავს საზოგადოება. საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. აი ფორმულა. ხელისუფლებას მართავს საზოგადოება. მიაწყდით, მივარდით, კომისიებში შედით, მერე როცა დაკომპლექტა ისე პარლამენტში ვეღარ მოხდით, ეხლა 1000 კაცი არ მოდით, მაშინ ბიძინევანიშვილი და 1000 ხო ვერ შეგვიდოდით პარლამენტში. დანარჩენი ვინც ვერ შევიდა, ყველამ ტრადექცა მას. გარკვეულწილად ამის გამო მეწოდება, იმიტომ რომ მან არ იცის მართვის სისტემები არ იცის, ეს სხვა რამეა. პოლიტიკური ძალაუფლება სხვა რამეა. და ეს ადამიანები, რომლებიც მიიყვანა თავიდან და ყველას ეგონა, რომ კორიფეები იყვნენ და მე პარლამენტში რო ვერ მოხდნენ, ექცნენ მტრებად. და ისინი ვინც პარლამენტში შევიდნენ, მეორე პარლამენტში რო ვეღარ მოხდნენ, ისინი კიდევ ცალკე მტრებად. და ხედავდნენ იმას, ბიძინევანიშვილი უდიდეს შეცდომებს უშვებდა, წინწევდა იმ ხალხს, რომლებსაც არ ეკუთვნოდათ და ყრიდა გარეთ იმ ხალხს, რომლებსაც გაცილებით მეტი მხარდაჭერა უნდა ქონებოდათ. ეს იყო ყველაფერი დაკავშირებული მის ხასიათზე, როგორ განწყობაზე იყო. და მისთვის მთავარი იყო გადაერჩინა ის ფული, რომელიც ჰქონდა. დღეს გამოსულია მდგომარეობიდან. და ყველა მის ახლობელს, ვინც იყო ბანკში და ამაში, იჭერს ყველას. იმიტომ რომ ქვეყანაში იყოს ეს რიგი, არა. ვინც მოუტანს ფულს, იმას არ იჭერს. და 2.5 მილიარდი რო იყო გამოჩნდება მომდენო წელს, რომ 4-5 მილიარდი იქნება უკვე მისი ფული. ვინ მიუტანა ეს ფული? მე მგონი ყველაფერი გასაგებია. ჩვენ არავის დაჭერა, არავის დაღუპვა არაფერი არ გვინდა. დაჭერა არ არის დემოკრატია და დაჭერა არ არის ქვეყნის წინსვლა. ქვეყნის წინსვლა არის ისე სისტემის შექმნა, რომელიც არის ორიენტირებული სამუშაო ადგილის შექმნაზე, რომელიც არის ორიენტირებული ადამიანს კონდეს ესე იგი ადამიანი იბრძოდეს არა არსებობისთვის, არამედ ადამიანი იბრძოდეს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. აი ეს არის მთავარი. ეს არის მეცნიერთა კონგრესი. ჩვენ არ გეუბნებით რომ შემოდით ჩვენთან. ჩვენ არ გეუბნებით რომ ჩვენ მივართ ხელისუფლებაში და გადავარჩენ თავიმას. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, ვის შეუძლია მეცის გაკეთება, ვის არ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვლაპარაკობთ. მეცინება ძალიან ბევრი ვინც ლაპარაკობს ამას, ერთ იმათთან დავსვა და მათქვევინა რომ სად გაგვშენ ეს გამოცდილებები, სად იყავი ერთი, მათ ჩვენ ერთი. დეპუტატის გარდა და მაკონტროლებლის გარდა იყავი, მაკონტროლებელი კი არ ჭირდება ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას ჭირდება ორგანიზატორი, საქმის ორგანიზატორი, არა მკრიტიკებელი, არამედ შემაერთებელი. ბიძინევანიშვილის ოცნების და ნაციონალურ მოძრაობის მოქალაქეთა კავშირის ტრაგედია არის იმაში, რომ დაკვეს საზოგადოება, დააპირისპირეს, აჩხუბებენ ერთმანეთს და ამ ჩხუბის დროს იღუპება ქვეყანა. ამ დაპირისპირებაში დაიკარგა საქართველო. ჩვენი ამოცანა არის, რომ სწორი მეთოდებით და მართვის სწორი მექანიზმით შევკრათ ეს ქვეყანა და ეს პარტიულ სამთავროებად დაყოფილი ქვეყანა გავაერთიანოთ. და ესე იგი ერთ მუშტად შეკრული დღეს ესე იგი ეს როგორც იტყვიან ეს უბედურება, პოლიტიკური უბედურება დავამარცხოთ, მაგრამ დავამარცხოთ არა იმით, არამედ სიყვარულით. ეს არის პერიფრაზი, სწორედ ამოღებული იმ დიდი წიგნიდან, რომელსაც დათა თუთაშხი ჰქვია. ერთ მუშტად შეკრული ბოროტებით ვერ დამარცხდება, რომელიც გზითაც მიდის ბიძინევანიშვილი. ერთ მუშტად შეკრული ბოროტება უნდა დავამარცხოთ ისევ და ისევ ერთობით, სიყვარულით და შეიძლება, არათუ შეიძლება, ამის გარეშე ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ეს არის სწორედ მეცნიერთა კონგრესი. რაც ბევრი რამ რო გეეჭვებათ, აი სწორედ ეს არის მეცნიერთა კონგრესი. მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხალხი და მეცნიერები მოვძებნით საერთო ენას
დავდგებით ერთად, გადავარჩენთ პარტიებსაც, გადავარჩენთ ქვეყანასაც და ქვეყანაში მოტივირებული გახდება ხალხი, ქვეყანა წავა წინ და არ დაგჭირდება აქ სხვა ქვეყნების სოფლების მშენებლობა. მაგრად ვიყოთ.